მოგესალმებით, მივესალმები გაბედეს მაყურებელს. მადლობა იმისთვის, რომ ხართ, მოკლედ ამ პროექტის გულშემატკივრები, რაც დრო გადის უფრო მეტი და მეტი ადამიანი უყურებს. მადლობა გამოსავალს, რომელმაც შესაძლებელი გახადა ამ პროექტის გალონჩვა და დღეს მყავს, მე ვიტყოდი განსაკუთრებული სტუმარი. განსხვავებული. ძალიან განსხვავებული და განსაკუთრებული, იმიტომ რომ ერთი რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა შენ დაპატიჟება და მოკლედ წინააღმდეგობაში ვიყავი. ძალიან დიდი ბარიერი შეხვდა, რომელიც როგორც იქნა გადალახულია, მოკლედ. ნიშრომი ამაზე რო რაღაცნაირად ჩემი სიბრიყვე დავმალო რაღაცა და მოვემზადე ყველანაირად და მოვედი. ხალხნო, მოკლედ კოტე პოზოვი არის ჩვენი დღევანდელი. კონსტანტინე პოზოვი, ამ სახელსაც მე შევეხებით ნელ-ნელა და მნიშვნელობა სახელის. კოტე მუშაობს გამოსავალში. არის ფსიქოლოგი, მუშაობს დიპლომირებული. ხო განახე დიპლომი? კი, მე მაქვს ნანახი მართლა კოტეს დიპლომი. და მუშაობს სარეაბილიტაციო დახურულ ცენტრში გამოსავლის. რამდენი წელია მუშაობ გამოსავალში? მე მგონი მე თანამშრომლობ 6 წელი. რაც ეს აქტიურად დაიწყო პროგრამები 6 წლის უკან. მე მგონი პირველია შინდიში რო გაიხსნა. აი პირველი შინდისის სარეაბილიტაციო ცენტრი რო. მოკლედ უკვე მრავალი წელია გამოსავალში მუშაობს და ჩემი იმითი რა ქვია გამოცდილებით მინდა ვთქვა რომ ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული თანამშრომელი საცემო. ძალიან დასამახსოვრებელი რა. ყოველთვის ვამოხმობ პატივი ნაცემი ვარ და სულ ერთი პერიოდი სულ დალურჯებული პატივისცემი. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ის იყო რა ქვია მე მახსოვს პირველი შეხვედრა შენთან არის რაღაც ფრაზები თქო რავი მაშინაც გითხარ რომელიც დღემდე მახსოვს და ეგეთი ადამიანი ხარ მაგას შეგახსენებ არ არის პრობლემა ეგეთი ადამიანი ხარ რომ ანუ ალბათ რაღაც ბევრი კატეგორიები გაქვს მაგრამ ვიღაც ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენად შეიძლება დარჩე ვიღაცების საერთოდ არ დარჩე და ეგეც ოკეია გააჩნი ალბათ შენ რა რესურსდებ ამ ადამიანში ან რა გინდა რომ მიაღწიო ადამიანში რომ ჩავდოთ რესურსი ჯერ უნდა იყოს ადამიანი ხო და უნდა გამოვიდეს პირუტყული აზროვნება ხო გეთანხმები ანუ ცხოველური კი ადამიანი სოციალური ცხოველია მაგრამ მე უნდა გაიზარდოს იმიტომ რომ მისწრაფება აქვს ასეთი რა თუნდა ცხოველს თეატრი მუსიკა ხელოვნება ხო არ ვიცი უჭირდება როგორ ფიქრობ არა თუმცა შეიძლება ბულბული იყოს შეიძლება სადაც დასვა ხო კი ბატონო მაგრამ რაღაც ლიმიტებია ხო კოტე იცი რა მაგრამ ეხა ნახე როგორი რაღაცა არის რა ანუ დამოკიდებულ ადამიანებთან მუშაობ ეს გამოსავალში გულისხმობ ამას გარდა კიდე ბავშვებთანაც მუშაობ ხო რაღაც გიმუშავია ანუ არ შემოიფარგლება შენი პატიმრები ხანდაზმულები ну ეხა ფსიქიატრიაში არ ეს კონკრეტულად არ მიმუშავებ მე სამედიცინო სფეროს ასე თქვა გამოცდილებაც არა აი მოდი ამ კითხვით დავიწყოთ თბილისელი ფსიქოლოგი თბილისელი ფსიქოლოგი დიპლომირებული როგორც შენ თქვი რომელიც წელიწადში რამდენიმე თვის განმავლობაში მიდის ბოდიში უნდა ჩავწეროთ რა ეს ჯერ მაყურებელს მივესალმოთ ამიგზალეს თქვენთან საუბარი მაგრამ მაინც მოგმართავთ მიხარია რომ ხართ და მიხარია რომ ვარ აი ეს ადამიანი ესე იგი ისეთი იმით მკითხა რომ შენოს მართლა ფსიქოლოგი ხარ თუ როგორ იყო რაღაც და დიპლომი გააქვსო და ზუსტად დიპლომი ვიდო რატომღაც ჩემს გვერდით და ამოვიღე და ვანახე რომ ვარ ხო და იცი რატო რომ ის რა ქვია ფალსიფიკაცია და ინტრიგები ჩვენ და არა იმიტომ რომ შენი მოგზაურობები ინდოეთში მაგალითად ნეპალში ნუ ხო უფრო ხშირი ნეპალში მაგრამ ნუ უფრო ფართოდ რო დავარქვათ რაღაც აღმოსავლურ ცივილიზაციასთან შენი ეს კავშირი რელიგიასთან ხო იმ პრაქტიკებთან რომელსაც აპრაქტიკებ ხო და ეგ კითხვა მქონდა რა რომ რაში ჭირდება თბილისელ
ფსიქოლოგს, რომ წავიდეს და წლის განმავლობაში რაღაც პერიოდი განგის ნაპირზე იჯდეს ხოლმე და ანუ რატო დაგჭირდა საერთოდ რა და რა ჩამოიტანა იქიდან ცოდნის სახით. ეხლა იცი არის ეს კითხვა კი საინტერესოა, ესე პროვოკაციული, ანუ შინაარსობრივია, ხო რა მინდა მართლა ტაჯიკის ოლქში რა მზე არა მოდის აქ, ხანდახან ყაზბეგიც ჩანსო რა ეს ხო კაი ამიდებშია. ჩავდე წაიკითხე კაი წიგნი და იყავი როგორ ამობს ხოლმე ფრანკლი ამოდა მგონი თუ არ მეშლება კაი სამი მეგობარიო კარგი წიგნიო, ნახტი ფულიო და ბებერი ძაღლი. რა გინდა სულო და ხო ტაჯიკი და იყავი. არა, იცი არის ზოგადად ხო ესე იგი მე მუსიკალური სმენა მაინც არ აქვს, ბებიაჩემს ქონდა, მე არა მაქვს, მაგრამ ცხოვრება განგება, ბუნება, გისაუბრება ხოლმე. და არის მომენტები, როცა დაინახავ რომ აი რატომღაც იქ უნდა წახვიდე. გზნობა ამას. როდის დაინახე? აი პირველად არა, წლების უკან მოხდა ეს ამბავი, რომ როცა რატომღაც და სხვათა შორის მერე გავაცნობიერე რომ ეს ჩემი ბავშვობის კომუნისტურ პერიოდში იყო ესეთი გადაცემა მოგზაურთა კლუბი თუ გახსოვთ? კი. და ეს სხვადასხვა ქვეყნები იყო და უცებ აი კატმანდუში რო აღმოჩნდი იმ დურბარის მოედანზე, უცებ აღმოვაჩინე რომ ჩემს ბავშვობაში ვარ. როდისღაც თურმე ძალიან დიდი სურვილი მქონია მან მოხვედრის. და ეს რაღაც იმიჯი ხო გაცოცხლდა. გაცოცხლდა კი გაცოცხლდა არა. კარნახი იყო წარსულიდან. სხვათა შორის აი ესეთი საავტორო ისა მაქვს რა, ნუ ნერგავ მალე გამოქვეყნდება კიდევაც ნუ აფიშა რო იტყვენ ხო. აი ეს დაფერფლილი წერილები. თუ გინახეთ რომ წერილი რო იწვება და გაჩნია რომელი კალმითაა დაწერილი, მაგრამ რომ დააკვირდები იმ ფერფლში ის კვალი კალმის კიდე ჩარჩება. ხო და ესე წერილები რამდენს გვაქვს ოცნება ან რაღაც გასაკეთები უკან რო გამოიხედები, ხანდახან შეგეშინდება ნაგავსაყრელი ვიდევს ჩვენი ოცნებები. ან რაღაცა ვალდებულებები, ან თუნდაც დაპირებები. საკუთარ თავთან სხვას რო დავანებოთ თავი. და ერთხელაც რო გამოვიხედე, მივხვდი რომ აი მე ვერტო შევა, რამდენი დაპირება მიმიცია ჩემი თავისთვის. და სად არის? და ერთ-ერთი პირველი იყო გასვლა აი ზუსტად აი მაგ დროს რამდენი წლის ხარ? არა, მანდ უკვე ჩამოყალიბებული ვარ ეს დაიწყო არც ისე ძალიან ადრე ხო ერთ რაღაც 8 წლის უკან ეგრე სადღაც. ხო. ამიტომ ასაკი იყო. ხო. და ამიტომ არ უნდა შეგეშინდეს ასაკი, იმიტომ რომ ხანდახან ასაკი ხელს გიწყობს იმაში რომ იმოქმედო. ხო? აი ახალგაზრდობაში არის ისეთ რატომაც არ ემთხვევა რომ ვიღაცა და უფრო ახალგაზრდობაში არის ხო აქტიური და მოთხოვნადი ვიღაცა უფრო ასაკში ხდება მოთხოვნადი და აქტიური და ეს ცხოვრება თვითონ ამას გიჩვენებს, გიყალიბებს და კარნახობს, მაგრამ თავარია უნდა გაიგო. მეტი გამბედაობა მოგეცა? გამბედაობა არა, კმაყოფილების შეგზნება. ნამდვილი აი ხო ესეთ გამონათქვამია, ნამდვილი იოგი რომ იყო სასწაულებს რო ეხებოდა, უნდა კმაყოფილი ადამიანი უნდა იყო. შეხედეთ დღეს ქალაქში გაისეინე, სახებს, კმაყოფილ სახებს დაინახავ. ერთხელ მახსოვს ცხოვრებაში, აი მე ალბათ ამ ქალს ავიყვანდი ერთ-ერთი ეტალონად, იმისი ბედნიერების ეტალონად. თებერვლის თვეა, მეტროპოლიტენში ჩავდივარ, ხალხი ამოდის, მე ჩავდივარ და აი ესე იგი სადღაც იქ ქვემოთ უსახკარო ადამიანი კატით ხელში და მომღიმარე სახე. აი დღესაც მახსოვს, არ დამავიწყდება. ყველა უბედურები ვიყავით, გარდა ამ ქალის, რომელსაც არაფერი არ გააჩნია, გარდა ამ კატისა და თავის ხასიათის. ხო და ეგ რა არის? არაფერი გადაწყვეტილება. ხშირად მეკითხებენ, რა ფილმი ვნახო? ეხლა უბრალოდ გამახსენდა. კაბირის ღამეებში არის ეს მომენტი, ეს თავარი გმირი სულ მოტყუებულია რა, სულ ვიღაცა იყენებს, ატყუილებს და მთელი ფილმის განმავლობაში სულ სხვერპლია ეგ საწყალი. და ფილმის ბოლოშიც გადაეკიდება პიროვნება, რომელიც პირდება სიყვარულს, დიად სიყვარულს, გააყიდინებს სახლს და მიზანი რა არის, რომ ეს ფული ჩაიჯიბოს წაართვას და თან მოკლას, ესეთი სიუჟეტი, ნუ ისე იქით კემიდის ყველაფერი საქმე და ეს გოგო ხვდება ამას, რომ უნდა მოკლან ამ ფულის გამო და თვითონ აძლევს, რომ ამის გამო უნდა გამწიროო და აქ ჩუკ გაძლევ, აიღეო. და რა არის მთელი ფილმის შინაარსი, ნუ ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ეხლა რეჟისორს არის თქმა უნდა და სხვა უნდა მას უნდა ვკითხოთ, მაგრამ სადაა ეხლა შესაძლებლობა. მე ჩემსაც ვიტყვი რომ მე ამ ტყიდან გამოვაქ ზისპირას და ჩაუქროლებენ ეს აღარც სახლია, წარმოგიდგენე ხო ადამიანი აღარც სახლია, აღარც ნუ განწირული ხარ. აი ამ მდგომარეობით გამოდიხარ გზაზე და ახალგაზრდები ჩაუქროლებენ
მოტოები ძალიან ბედნიერები არ ვიცი ქორწილია რაღაცა ზეიმობენ ეს ახალგაზრდები და უცებ შემოტრიალდება და გაუხარდება სხვისი სიხარული ადამიანი რომელიც განწირულია გაწირეს ხო აი საკუთარ თავს არ უნდა უღალატო ანუ ბედნიერება არჩევანია კი და ნუ მეტყვი რომ თავში თუ გიტყავენ რა როგორ უნდა მოიპოვო ბედნიერება თუ შევიწროებული ხარ არ ვიცი ბევრი ფრანკლი იყო შევიწროებული იყო საკონცენტრაციო ბანაკი გამოიერდა კაცმა დაწერა წიპატრა ხო მოთხრობა რომ მის შესახებ რომ უთხარი სიცოცხლეს კი და არ გატყდა და მიხვდა რომ ბედნიერება არსებობს და ეს არჩევანია თურმე იმიტომ რომ ადამიანი ბედნიერი შინაგანად უნდა იყოს გარე ფაქტორები ისედაც ხო გარე სამყარო ყოველთვის ცვალებადია თვითონ ბუნება გელაპარაკება გაზაფხული შემოდგომა ზამთარი ხო გეუბნება რომ ცვალებადია ყველაფერი ვერაფერზე ვერ დაიჭერ ჩვენ ხო გვინდა რომ დავიჭიროთ და აი ჩემია მყარი იყოს სამყაროში მყარი არაფერი არ არის ყველაფერი ვიბრირებს ხო მოდი ახლა ერთ წამით დავუბრუნდეთ ფსიქოლოგობას და არჩევანს რატომ გადაწყვიტე ფსიქოლოგობა აი პროფესია ფსიქოლოგი საერთოდ არ იყო არჩევანი ეს იყო უფრო ალბათ გამოუვალები მდგომარეობა იმიტომ მე სანამდე ჩავაბარეთ ფსიქოლოგიაში მუშაობდი ორგანიზაციაში რომელიც მუშაობდა ამ სოციალურ საკითხებზე და ფაქტობრივად მაშინ არ იყო ცნება სოცმუშაკი ან სოციალური აგენტი არ იყო ეგეთი ცნება და მე მებარა სასაწყობო მეურნეობის ესე იგი ჰუმანიტარული დახმარების სასაწყობო მეურნეობის ასე თქვა პასუხისგებლობა მეკისრებოდა და პლუს ამას ხალხთან ურთიერთობა ეს მასებთან ინდივიდუალურად ოჯახებთან რომ მე უნდა გადამეწყვიტე რომ ესე იგი ამ ოჯახს ეკუთვნის არ ეკუთვნის და ხმარება და სულ ფიქრობდი რომ მესამე წელია მუშაობ ადამიანო და საერთოდ რა პროფესია ის ემსახურებ და დავიწყე არჩევანი რომ აი რა ხალხთან ურთიერთობა რა არის რა ფენომენი და მე სოლოლაკში ვცხოვრობ და უზნაძის ინსტიტუტი იყო სოლოლაკში და გავიარე და ვკითხულობ რა ფსიქოლოგიის ინსტიტუტი და ხო ნუ ფსიქოლოგია უფრო მეტნაკლებად ხალხთან ახლოს არის და აი ესე გადავწყვიტე მახსოვს შოთა ნადირაშვილის კითხვაზე იმას რატომ გადაწყვიტეთ ფსიქოლოგობა ხუმრობით თქვი რომ მირჩევენია უმკურნალო ვიდრე მიმკურნალო და თინოაც გაეცინა და კი ზოგი ფიქრობს რომ კურნავსო და ეს გაიღიმა რაღაცა თავისი გაახსენდა ვიღაცები გამომდე რომ საკუთარ თავში გავერკვიო მე აღმოჩნდა რომ საკუთარ თავში ვერ გაერკვა და დაიწყეს სხვის თავებში გარკვევა და ჩემი თავდაპირველი მისია უბრალოდ იყო რომ აი ჩემი გამოცდილება დიპლომთან ყოფილიყო ესე იგი მაშინ თანხმობაში სულ ეგ იყო მაგრამ მე გამიტაცა და მივხვდი რომ ეს ჩემია აი პირველად როდის თუმცა სკოლიდანაც მოდის ეს ამბავი ძალიან ცელქი ვიყავ ყოფაქცევაში ვქონდა კაი ესეთი დიდი ორიანი მაშინ ორიანი ხსენდა და მაქსიმუმ 5-იანი იყო და მის კომუნისტური პერიოდია პიონერი უნდა გახდე ოქტომბრელი ხარ და უნდა გახდე პიონერი და უცებ მატყობინებენ რომ ესე იგი შენ კონსტანტინე გინაცვალე ყოფაქცევის გამო პიონერი ვერ იქნები და პიონერს ამ მოძრაობას ვერ შევარცხნით შენს გამო და ნუ ესე იგი წაის ფოტო წარმოვიდგინე რომ ყველა დგას ამ ხელსამარებით და მე ამის გარეშე და ძალიან შევცხვა ნუ მშობლების წინახი და შანსი მხოლოდ ერთია უნდა გამოასწორო შენი ქმედებები და ნუ როგორ შეიძლება ამის გამოსწორება და ჩემი კლასის დამრიგებელი ირინა სერგეევნა იყო ეს ქალბატონი ყველა ვინც კი ომის ვეტერანი იყო მეგონი მე მომიმაგრა ისე ასე ვთქვათ შეფობაზე და დილით ამის მაღაზიაში კვერცხები და რაღაცები ამის გაზეთები ამის დარბოდი აკიტიკით და აი იქიდან მე რეალურად იქიდან მოყოლებული სულ ამ ხალხში ვტრიალებ 25 წელია რაც სოციალურ სფეროს ოფიციალურად ვემსახურებდი პლუს იმას თუ კიდე ცხოვრებისულად დავუმატებ რაღაცებს სხვა არჩევანიც აღარც დამჩენია პრინციპში ხო აი ცოტა ხნის წინ ვახსენე რომ რაღაც დროის მერე მივხვდიო რომ ეს ჩემიაო ხო აი როდის მივხვდი პირველად როცა რაღაცა გამოგდის და მაგის ამაში მადლობას გიხდია რომ მივხვდი რომ აი ამ დარგში საჭირო ვარ რა თქმა უნდა ეს არ არის აუცილებელი არა ეს არ არის გაჩერების ბოლო სადგური ხო მაგრამ ვფიქრობ რომ სერიოზულად ვფიქრობ იმიტომ კი არა რომ კანდიდების მანია მაქვს მაგრამ ვფიქრობ რომ აი დაგროვილი გამოცდილებას რა უყო ყველა სხვა ვერ მოუყვები ხა კი გიყვები რაღაცებს მაგრამ უფრო ბევრი საინტერესო რამეა მოსაყოლი ჩემს ცხოვრებიდან ამიტომ მომიწევს რა წერა ხო ალბათ უკვე უნდა ამასაც ჩავალო ხელი რომ ნენელა ეს გადავიტანო ქაღალდზე აგერ ეხა მაყურებელი ვერ ხედავს ჩარლი ჩაპლინის უყურებ და ისე მიხარია და დღეს არის ჩარლი ჩაპლინის დაბადების დღე 16 აპრილია ჩვენი ჩატარის დღე ცოტა მოგვიანებით გავალთ ეთეში თუ როგორც არის გადაცემა მაგრამ რა საინტერესო დღე შევარჩიეთ ხო
ადამიანი რომელმაც შექმნა, ერთ-ერთი მარტო მაგას არ შეუქმნია, მაგრამ ის რაც ვიცით ხო, ყოველთვის გაიგებულია კინო და ჩარლი ჩაპლინი ერთია ხო და შემოქმედება კინოში. დღეს ხო მარტო ექშენია და შინაარსი დაიკარგა. ხელოვნება აღარ არის კინო სამწუხაროდ. უმრავლეს შემთხვევაში ასეა სამწუხაროდ. თუ შეგიძლია გაიხსენო შენი პირველი დღე გამოსავალში რეაბილიტაციაში. ვამე ძიმე გადაცემაში არა ძიმე გადაცემა კი ეგ იყო ესე იგი მეგონი 11 გასაუბრება გავიარე რა კაი პირველი ხა არის აქ უნდა ვილაპარაკო ყველაფერი თუ როგორია რაც გინდა ილაპარაკო პირველი გავიცანი რეზო გავიცანი რა თქმა უნდა მაგრამ ეს პერიოდი დაემთხვა ერთი დიდი პროექტი სრულდებოდა სადაც მე მუშაობდი წინას არა ეხლა თანაშრომლობ მაგ ორგანიზაციასთან თანხმობასთან და იქ ერთ-ერთი დიდი პროექტი იყო რეაბილიტაცია კანონთა კომპლექსში იყო პირების რეაბილიტაციაზე იყო საუბარი და საკმაოდ კარგი შედეგები დაიდო მენტორული პროგრამაც ჩამოყალიბდა ჩემს ერთ-ერთი მეც ესე ვთქვათ ამ სფეროს ჩამოყალიბებაში მიმიღე მონაწილეობა და მუშაკი ვიყავი ამ დარგში და ის პროექტი დასრულდა და ვეძებდი რაღაცა სიახლეს და მიკარნახეს რომ არის ესეთი შესაძლებლობა ეძებენ საინტერესო ადამიანებს მოკლედ ფსიქოლოგებს და მივედი ჩემი იმით რა ქვია ეთქვი ჟურნალისტი იყო მოკლედ დაბეჭდი რაღაცა და აი მივედი და იქ დამხვდნენ ლუგზარი გავიცანი ლევანი და ბაკოს ვიცნობდი მე პირველი საუბარი მქონდა რეზოსთან მე ლუგზარისთან მე იყო დიდი ჟელობა, ესე იგი კი თუ არა, მე მომცალე რეზუმ დაავალება, რომელიც 5000-ზე წავიკითხე და სულ 5000-ზე მკითხა, წაიკითხე, გორსკი, წავიკითხე, რა შემიძლია ჩაგაბარო უკვე როგორც გამოცდა, თუმცა მოკლედ ესეთი რაღაცები იყო და ეს იყო პირველი შეხება. და აი პირველი დღე რო რეაბილიტაციაში მიხვედი ახლა თუ არა შპოთიან ცოტა ისე არა მე გამოცდილება მქონდა უკვე მუშაობის და ეხლა ეს შპოთს ვერ გამოიწვია იყო ძალიან საინტერესო იმიტომ რომ რა იყო ეხლა საინტერესო რა იყო ყველანი ცალცაკი ესე საინტერესოები ვიყავით მაგრამ ერთად ამ ხალხის ჯგუფში ასე ვთქვათ ჯგუფად გუნდად ჩამოყალიბება ეს იყო რაღაცა ნულოვანი პერსპექტივა და იმიტომ ვამხობ რომ ღმერთის ხელი ურევია იმიტომ რომ ყველანი ძალიან გამოცალკევებულად საინტერესოები სადღაც ჯიუტებიც კიდე ჩვენ ხასიათიდან გამომდინარე და ვიღაცამ რაღაცა იცოდა ვიღაცამ რაღაცა არ იცოდა და ძალიან ესეთი სასაცილო სიუჟეტები იქმნებოდა რა პირველი ნაბიჯი რომ ჩამოყალიბებულიყავით და ეს არ გაგრძელდა ერთი დღე და ერთი თვე ფაქტობრივად 2 წელიწადი გუნდი ყალიბდებოდა გუნდიც არა მე მივხვდი რომ მარტო გუნდი არ იყო აი ეს რაღაცა მისტერიული რაღაცა ძალა რომელიც უნდა სუფევდეს ამ სარეაბილიტაციო ცენტრის თავზე ხო აი ეს ღრუბელივით აი ეს ძალა გამოვლინდა 2 წელიწადში და დღეს ვეღარ ვეტაკებით იმ გამოწვევებს რომელსაც მეგონი შენ შესწრები ხარ ანუ რაც იყო ადრე იმიტომ რომ აი რაღაცნაირად უკვე დაღვინდა ხუთი სიტყვა ჩვენ დამოკიდებული ადამიანებს მაგრამ კი დაღვინდა და ეს გაჩნდა ეს ძალა შენ თავს მიაკუთვნებ თუ არა რომელიმე ფსიქოლოგიური სკოლის წარმომადგენელთან რო კითხოს აი იცი სანდრო მე პირადად დაღლილი ვარ ესე თამაშებით რა ეხლა კოლეგები არ იწყინოთ ეხლა ძალიან ბევრი მიმდინარეობა ძალიან კაი ბევრი მიმდინარეობა მე უფრო სკოლა, როგორ ვთქვა, ჩემი მხარე არის უფრო პრობლემა ორიენტირებული თერაპია. ჩემთვის მნიშვნელოვანია აი ეხლა ამ ეტაპისთვის გამოვარკვიოთ კონკრეტული რეალური პრობლემა, რომელიც ხელს გიშლის ფუნქციონირებაში. ის კი არა რომ წარსულში ვინ გაწყენინა, ან მომავალში რას ელოდები. აი ეხლა ადამიანი აი ხიჭვი გაქვს ხო და გაწუხებს. მოდი ამოვიღოთ ჯერ ეს. და მე ვთქვა რა ბედი წყალობს თუ არ წყალობს, მაგრამ ეს ხო ამოსაღებია. და ჩვენ ვეტაკებით ისეთ ადამიანებს რომელიც აი ის არის მომხდაო გესმის და გამოიძრობს და იცით როგორ მткиვა აი ეს რომ ხდება ძალიან მткиვა და ამას კი იხსნის ენრაოდენობით ერთი და ბედი ახსენე და არსებობს მართლა მნიშვნელოვანია იცი ძალიან მარტივი ფორმულა სქემა ესე იგი რასაც ფიქრობ იმას ლაპარაკობ რასაც ლაპარაკობ მე ცხადში გადაგაქვს მოქმედებაში რასაც არაერთხელ გააკეთებ უნარჩვევად ჩამოგიყალიბდება რაც არაერთხელ აკეთებ და უნარჩვევაა შენი ხასიათს გიყალიბებს და ხასიათი გინეცვალე თავის დროზე გარკვეულ ვითარებაში შეიძლება ბედი გადაგიწყვეტოს ასეთ შეიძლება შევხედოთ მისტერიებში თუ გავედით იქაც კიდე მისტერიებში გავიდეთ თუ მეორე ნახევარში მისტერიებში გასვლა ცოტა სახიფათოა საჯარო სივრცეში ხო კაი მართალია რეინკარნაციის თემა ვიღაცას წამს ვიღაცას არ სწამს ეს უკვე ის რაც არ გვინახავს და ამიტომ
ცოტა რთულია. მაგრამ აი ამ კომპონენტში ხო? აი როგორც ხანდახან ამობენ წარმატების ფორმულა რა არის? აინშტაინის წარმატების ფორმულა იცით როგორია? ძალიან ესეთი ბანალური რა. A უდრის x, x + y + z. ესე იგი x-ი არის ამ შემთხვევაში გულმოდგინებითი შრომა, y-ი არის ცხოვრება თამაშივითაა და ნუ ძალიან ნუ ხარ ესეთი სერიოზული, ხო. თორე დანაკარგებს ვერ შეეგუები და z-ი მომწონს ძალიან, მოკეტე. იმოქმედე, დაელოდე, ვაცადე ადამიანი. შუ. ხო. ენას კბილი დააჭირე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ აი როცა არ იცი და სხვათაშორის რა თქმა უნდა მე ხეჭე დიდი ოსტატი არა ვარ, მაგრამ დავისწავლე ეს ბოლო წლები, რომ აი რა არ იცი რაღაცა, მოდი რა, არ გინდა. მით უმეტეს ვინმესთვის მასწავლებლის როლში მოვლინება, ხო, აი საერთოდ არ არის რეკომენდირებული. თუ შენ რაღაცა არ განგიცდია, არ დაგიმარცხებია, როგორ შეიძლება კარნახობდე ანასწავლიდე. აი საერთოდ ჩემი ძირითადი ფსიქოლოგია. ჩვენ ყველა ვიცით, რომ ძალიან რთულია დამოკიდებული ადამიანის, აი რაღაც პროცესში მყოფი, გამოჯამთრების პროცესში მყოფი დამოკიდებულ ადამიანთან ადამიანის ნდობის მოპოვება რა. როგორ ახერხებ ამას? იცი რა, ჩემთვის ეხა ნდობის მოპოვება რა ფარგლებში? რო აიცი რა, მოდი გამიზიარე, მე ამ ცხოვრების ამ ეტაპზე ვიქნები შენს გვერდით, სანამ აქ ხარ, ეს ერთი თვე თუ ორი თვე თუ სამი თვე და არ კონდეს გაუცხოება, ან მენდე, მე რასაც გეტყვი დამიჯერე, ან გამიზიარე რა, რაღაცა ინდივიდუალურზე. აი ამ ტიპის ნდობას ვამბობ. ან ეს პროგრამა რო დაგეხმარება ამის მიმართ ნდობა რა და ამ პროგრამის ნაწილიც ხომ შენ ხარ როგორც ფსიქოლოგი. ხო, ესე იგი ჩემზე ასაუბრე მე როგორ ვენდობი შენ როგორ გენდობიან და მე როგორ მენდობიან ბენეფიციარი ცოტა ვერ მივხვდი აი იმდენად რთული თემა უნდა დავიწყო მათ არავინ არ ეკითხება რახან ჩემთან შემოვიდნენ ტერიტორიაზე კი ბატონო თუ შემოვიდნენ ჩემს წრეში ჩემს ტერიტორიაზე ჩემი გამოცდილება აქ არის თუ გინდა რამე სახით ეს გამოცდილება აიღო მაშინ ეს შენი ჩემოდნები ძიმე დატოვე გარეთ ან როგორც ესეთი აღმოსავლური ისა ცოტნა რომ რამე სიფცე რო შეავსო ხო გქი თუ ისავსეა ნუ ვერაფრით ვერ შეავსო ხო ეს უნდა დაიცალოს ესე იგი ადამიანი თუ მოდის და მიგაკუნებს და ეს ძალიან ხშირია სხვათაშორის მე ცოტა ხისტი პოლიტიკა მაქვს აი კლიენტის შერჩევაში მაგალითად მირეკავს და რა ხრის თქვენთან ერთი სეანსი გინაცული კინოში სხვაგან, ჩემთან არც ეს შემთხვევაში. შენ რეკომენდაცია ვინ გაგიძიეთ? რასთან დაკავშირებით? გავიაროთ ეს საკითხები. ახლა თუ ჩემი კლიენტი ხარ, გეტყვი რომ კი ბატონო, შემიძლია ამ საკითხთან მიმართებაში ვიმუშაოთ, მაგრამ ვიმუშაოთ ნიშნავს შენ უნდა იმუშაო და პასუხისგებლობა უნდა აიღო რაღაცებზე ჩემთან ერთად. ჩემი ვალდებულება ვიყო შეთვის სარკე, მოლაპარაკე სარკე. რომ ხანდახან კითხვები დაგისვა, რომ ამ კითხვების შედეგად შენ სოკრატისებული მეთოდით მიაგნო გარკვეულ პასუხებს, ხო? კი არ გიკარნახო, არამედ შენ დაძაბა გონება, მიიღო მე გადაწყვეტილება. ამიტომ მე არ მიჭირს. მე პირდაპირ შიშველი ვხდები, აი გაშლებული ყოველი სიხისტე ხანდახან რეაბილიტაციაში ადამიანებისთვის ხომ არ არის ხოლმე ცოტა შოკი. უნდა გიხდებოდეს სიხისტე. თუ ეს შენი ხასიათია მაშინ გაგიგებენ, მაგრამ შენ თუ თამაშობ ამ სიხისტეს, ან უზრდელი ხარ და ბოროტი ადამიანი ხარ, ან არ ვიცი რომელიცაც გინდათ მიიკედლეთ, ხო? რა ქვია იმას, ცნება, მაგრამ ეს ჩემ ხასიათშია. ხო და ეს შენ სიხი არ ვაკეთებ იმისთვის რომ ვიღაცა შეურაცხყოფილი დარჩეს. ეთიკის ნორმები აუცილებელია, მაგრამ მე ეთიკის ნორმები შინაგანად მაქვს. მე არა ვარ მოტივირებული ადამიანს რაღაცა ზიანი მივაყენო, მაგრამ თუ მისი სუსტი მხარეა აი ეს გადამეტებული გაზვიადება, ეს უკვე მისი პრობლემაა და არა ჩემი. იმიტომ რომ მე ხმამაღლა ვამბობ, რომ ჩემი მიზანი არ არის შეურაცხყოფა. ჩემი მიზანი არ არის ის რომ მე გადგინო და გიხსნი ამას. უბრალოდ შენ გტკივა იმიტომ რომ შაკეტილი ხარ, იბრძი სხვა, ასე თქვა, ველზე იბრძი, სადაც უნდა იბრძოლი, იქ არ იბრძი და იბრძი იმ დეპრესიაში ან ჩაკეტილობაში და აკვიატებულ აზრებს წყალს უსხავ და ზრდი. ხვალზე ხე გახდება მის მოჭრა მე თქვი. ოტე, თუ გახსენდება რეაბილიტაციაში დამოკიდებული ადამიანის ძალიან რთული кейსი რა, რომელიც შექმნა.
რა სახით? აი როგორი იყო, აი დიდი ხანი დაგჭირდა, ან რაღაც კონფლიქტი იყო, ან აი რაღაცა და საბოლოო ჯამში პოზიტიურ შედეგი ამანდი მიხვედი, მაგრამ აი ეს გზა ცოტა რთული იყო რა. იცი რატო ამბობ, რომ მაყურებელმა იქნებ დაიჭიროს განსაკუთარი თავი ამ кейსში და ან სამომავლოდ თუ აპირებს სიტყვაზე რაღაც აი შენთან ურთიერთობის ამბავში რაღაც გასაღები რომ მივცეთ რა პატარა რა. არ უნდა გასაღებს მე თვითონ მივცევ თქვენ შენს ნაცვლად ნუაზებ ნუს ბოკლომს ნუს გასაღებს. ეხლა პირველ რიგში, ესე იგი კითხვა მოდი კიდევ ერთხელ პერიფრაზირებად და ჩამოვაყალიბოთ, რომ ესე იგი ყველაზე რთული кейსი, რომელიც რა რეაბილიტაციაში შეგხვდა შენ ყველაზე რთული кейსი. რო აღწერო. ეხლა ძალიან ბევრი შეიძლება აქვს რეაბილიტაციაში რთული кейსი, ყველა რთული кейსი. აქ საუბარი იმაზე გაიხსნა ადამიანი, აი მაგალითად შეიძლება განიხილო ვინმეს აგრესია როგორ წარმატებული кейსი. ხო, რთულია. შენს მიმართ, ხო? მაგრამ ამ დროს დიახ, იმიტომ რომ გაშალა საკუთარი პერსონა. non grata, მაგრამ როგორც არის, ხო? აი ეს მავნე თვისებები გამოავლინა, აღარ დაგიმალა. ესეთი ჩვენი მოტივიც ეგაა, რომ გავხსნათ ადამიანს. კურნების ერთ-ერთი ის არის ინდიკატორი ეგეც არის. მაგრამ აი მოდით ეს უფრო საინტერესო იქნება, ხო? აი ყოფილა საინტერესო კესი, მეგონი შენი პერიოდშიც იყო, არ ვიცი თუ ეს იყო, რომ გუნდი ძალიან მოტივირებული და ადამიანი მაინც აკვეთებულად უნდა, მოკლედ მოხმარება უნდა და არ უნდა რა რეაბილიტაცია, თუმცა გუშინ ჩვენთან ერთად ლოცულობდა. ეს თქვენ ვინ ყოფილხართ, თქვენ გინაცვალეთ, ადიდებ და ღმერთს. ცხოვრებაში რო არ უთქვავს რაიმე მაგდაგვარი, ყველაფერი თქვა. ღმერთს დიდება, თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო და მეორე დღეს ის ყველანი ტრაურშია, შავი ფარდები გაჩნდა საიდღაციდან და რა ხდება და მიდისო. და ვიკრიბებით და ეს ფოტო მაქვს სადღაც შენახული. შეკრებილები ვართ აი წრეზის და ვისაც უნდა ველაპარაკოთ ის არ არის. ყველა მზადყოფნაში, მაგრამ აი ვისაც უნდა ელაპარაკო ის ადამიანი არ არის. ნუ ეს რთულია. იმიტომ რომ არ გვეყო რესურსი ვერ მივაწვდინეთ. არის აი აგრესიას ავლენს ადამიანი და ესე იგი შენს მიმართაც კი აგრესიულია. მაგრამ უფრო საინტერესო რა არის, როგორ გაუმკლავდეთ ამათ. ამას როგორ უმკლავდეთ? ხო, აი ნახე, თუ შენ აი არ შეიძლება რეაბილიტაციაში მუშაობს ადამიანი, რომელიც გულწრფელი არ არის. არ გამოუვა. აი მუშტიც მაგას მოხდება. ჯოხიც მაგას გადაატყდება და არაფერიც არ გამოუვა მხოლოდ მას. ანუ ვერ დამალა რა. ვერ დამალ ზედმეტი იქნება. ხო და რატო? აი ბოდიში კიდე მახსოვს ერთი აი ქალბატონ ირმა თუ გვიყურებთ თქვენ გეძნებათ გახსოვს ეს მომენტი ქალბატონ ირმა ძალიან კარგად ახსოვს ეს დუმილი ხო აი მაგალითად ჩამო ესეთი ჯგუფი არის შეურაცხყოფილი ჩემი ასე თქვა რაღაცა ფრაზით თუ დამოკიდებული რაღაცა გააზვიადეს და ესე იგი ითხოვენ ჩემგან ბოდიშს. ოკეი. და ამ დროს ხე უყურებ მე ამ ხალხს, თან ფიქრობ ჩემ თავზე, თან ფიქრობ დასვენებაზე, თუ გადავიყალე და თუმილი ავარჩი. და უცებ, ეხლა როგორ აგრესიული ფონია, რა კუთხით ჩემს მიმართ არის აგრესია გამოყატული და კიდე გაგრძელდება თუ მე ეხლა არ გამოვსწორდი, ხო, მათ თვალში. და უცებ მე რას ვაკეთებ? მადლობას უხდი და აი მე ეხლა წავალ და თქვენ დარჩით. და მოულოდნელად ეს აგრესია მონატრებაში გადადის, რომ არა, მაგიტომ კი ჩვენ არა და ჩახუტება და ესე იგი მჭირდები. აი, უნდა იყოს შენ ადგილზე. თუ შენ ადგილზე არ ახარ, თანები თავ. ეძებ შენი ადგილი. როგორც ლაუძიმ თქვა, ესე ძალიან რთულად გამოთქვა, რომ მთელი ცხოვრება თუ გივლია სხვის კიბეთი და თან უკვე ასული ხარ და ეხლა აღმოაჩინე ეს ყველაფერი წლების მერე. ერთადერთი რამ რჩება, უნდა ჩამოხვიდე, იპოვო შენი კიბეთი და ისევ ახვიდე. ხო. ამიტომ ყველა ადამიანი, ყველა სპეციალისტმა უნდა მონახოს თავის პროფესიაში, უნდა იყოს გულახდილი, გულწრფელი და უხაროდეს თავის პროფესია. თუ ეს არის ძალდატანები, თუ მე ხელფასი მინდა, ნუ წარმატებული ადამიანი ყოველ შემთხვევაში ვერ იქნება. ჩინოვნიკი იქნა, ხო ეს ცუდი სიტყვა, ჩინოვნიკი აი. კი, გეთანხმები. ერთი კითხვა მაქვს ეგეთი, რომ ნდობის მოპოვება ბავშვებთანაც რადგან გიმუშავია, დამოკიდებული ადამიანის ნდობის მოპოვება უფრო რთულია თუ ბავშვის? არა, ბავშვი ხო სულ ტაბულა რასა, ბავშვი ვერ მოატყვილებ. კითხულობს ენერგიითაც, აი ენერგეტიკულადაც კითხულობს, თვალებში გიყურებს და სახიფათოც არის ბავშვებთან მუშაობა, თუ ესეთი კეთილი ადამიანი არ ახარ. ძალიან ძნელია.
ბავშვებთან უფრო ბევრად მარტივია, იმიტომ სუფთები არის. დამოკიდებული ადამიანი შეპყრობილია. რითი, აი კითხვა. შეხედულებით, სტერეოტიპული აზროვნებით, წყევლით, აი ვიღაცა ისმის რაღაცა თქვა, რომ აი შენ წარუმატებელი იქნები მთელი შენი ცხოვრება და ეს ჩაბეჭდილი აქვს და ვერა მოაქვს. მე ვიცი, როცა ცხოვრებაში ვერც ერთ კიბეზე ვერ ავიდა და ამიტომ უნდა ყველას უთხრას მე ვიცი და სუცილობს რომ ავტორიტეტული იყოს ან და ხანდახან ძალად სერჩის და იქ ესე იგი ძალის მეშვეობით ამკვიდრებს საკუთარ თავს. ეშინია რომ იყოს უსუსური, ხო? აი მოდის ადამიანი ძალიან ესეთ სასაცილო რაღაც ტრაგედია, მაგრამ ნუ აქ ძალიან ცხელა. არა, მე აქ ვერ გავჩვენები, ძალიან ცხელა და ბოლოს ტემპერატურა იზომება ტემპერატურა და არ ცხელა და იქნებ დილით დალიეთ თქვენ დეტოქსის პირ დალიეთ და ნუ ერთი ორი ჭიქა გადავკარე, ხო? აი ეგრე რა, შეგინაცოლა და მე ამ დროს მეუღლეს უნდა თვითონ არ უნდა გამიგე. მეუღლე ებღაუჭება ამ გამოჯამთელებას, თვითონ თავარი გმირი ეწინააღმდეგება. ამათ შორის ხდება რა, ახლა ნუ კონფლიქტი. მან როგორ უნდა მოიპოვოთ დობა? ვერ მოიპოვებ, ხო? ამიტომ დობის მოპოვება კონტრაქტი. უხსნი ადამიანს რისგან შედგება ჩვენი ურთიერთობა. თუ დაირღვა ეს კონტრაქტი რა მოხდება? რა შედგება? არა, რო დაირღვეს ახლა თვითონ ზარალდება ადამიანი, ხო? ახლა მაგალითად უპატივცემლობას არ ვპატიობ, რო თუ ჩვენს თერაპიულ, ასე ვთქვათ, კონტრაქტში ყალიბდება უპატივცემლობა, ის ურთიერთობა დამთავრდეს. ხო? აი ხა მირეკავს ტელეფონით და არ ჩერდება. ერთხელ გაუთიშე, ორჯერ უზრდელობაა. მაინც რეკავს. და ვიღე ჩვენ ნახე დამოკიდებული აზროვნ იქნებ რა ხდება. გასაგებია, აქაც რაღაცა ხდება. ყოველთვის სადღაც რაღაცა ხდება. 112-ში ხო არ მუშაობ. ხო. აი, ეხლა პასუხი ცოტა რთულად ვიცი. კი, არა. თუ მაინც არ იქნება დამაკმაყოფილებელი, შენ ჩამეძიე, იმიტომ რომ მე კარგი. არა მაქვს ეს. სხვათა შორის პირველი პოდკასტია ჩემი ეს. აი ესე პოდკასტები მე არ მქონია. ერთ-ორჯერ ლექციაზე გადამიღეს, ეს სხვა არ, მაგრამ ეს ჩემი პირველი პოდკასტია და დღეს არის კიდე სხვათა შორის მგონი თუ არ მეშლება ესეც გადავამოწმოთ. საერთაშორისო ხმის დღე. გთხოვთ გადავამოწმოთ რა. voice და მე არ მაინდა-მაინც მაგ დღეს ხმა. რისი ნიშანია ხე? იქნებ სამყარო ისეთი ის რა ოპონენტი კი არა. ინტერვიუერმა აირჩია ეს რა ქვია. აი ხე მე გამოშვი ხო გითხარი, გავიწყდება ხოლმე ეს რა. რესპონდენტი, კაცო, რამჭიც ხეს. ხო, ისეთი რესპონდენტი, რომელიც ცოტა უხერხულია და ამიტომ შეეცე ხო. მატყობინე მე რომ მართლა ეგრე. ხო. კი ბატონო. მართლა ეგრეა. იქე მე უნდა დაგისვა კითხვა. იქნებ, ნახოთ როგორ წარიმართება. კი ბატონო. ერთი ის არის, რა ქვია, ამ რეაბილიტაციაში და დამოკიდებულ ადამიანებს სულ აქვთ ხოლმე ეს შეკითხვა. კი. რომ მე თუ ვინმე მეხმარება რეაბილიტაციაში, საიდან იცის მე რა მჭირდება რა. შენს ქონდა ეს პრობლემა და ეს სულ ანჯავს რა, რომ ჩემს კონსულტანტს, ფსიქოლოგს, აი რა იცი, გამოგიცდია, ქონია ეს პრობლემა, ხო ხდები? ეს ნდობის მოპოვებაში ხელს ძალიან გიწყობს და ალბათ შენთვისაც ბევრჯერ უკითხავთ, რომ აი კოტე შენს რა ვიცი, წარსულში ქონდა რამე ის აი რა იცი. დამოკიდებული ხარ? ხო, დამოკიდებული ხარ. რა იცი, ხო? ეგ ეს სხვათა შორის ძალიან ხშირია, სხვადასხვა სარეაბილიტაციო ცენტრებიც რომ მოინახულობ, აი სხვათა შორის იმიტომ ამოფრო, შენ ადგილზე უნდა იყო რომ თუ ძირითადში მაინც რა თქმა უნდა ხა შეიძლება ძალიან კაი პროფესიონალი იყოს თავის საქმის და ცომდე აკადემიური ასე ვთქვათ ხარისხი, განათლება, მეხსიერება, ეს ფასილიტირების უნარი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ როცა მუშაობ დამოკიდებულ ადამიანებთან პრიორიტეტში უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც განუცდია ეს ტკივილი. სასურველი ეს არის. მაგრამ რა თქმა უნდა ხა ეს მე ვამბობ უმრავლეს შემთხვევაში ეს ჯობია. მაგრამ თუ ვლაპარაკობთ მხოლოდ სპეციალისტზე და მან რომ დობა გამოიწვიოს ადამიანებში, ხო, რასაც თავაზობს თვითონაც უნდა გააკეთოს. აი მე ნატა სამდე მოვიდოდ გადაცემაში ერთმანეთს შევხვდით ქუჩაში და რაღაცებს ვლაპარაკობდით, აი სუეს მომხრა რეზონანსში, აი შენი ნათქვამი, ნაფიქრი და ნამოქმედარი უნდა იყოს ერთი. არ შეიძლება შენ ახლა ნუ კიდევ კაი რომ გაცებული ხარ, მაგრამ ქეჭვის თვალე და მე მგონი გუშინ დალია ღვინო, აბაცივი ღვინო და ამიტომ ახლა ზის აქ და ჭკვას გვარიგებს. ეს არ უნდა მოხდეს, არავინ არ უნდა განახოს მაგ ღვინით ხელში, თორე თქვენ შორის
დასრულდება თქვენ შორის კი არა ზოგადად რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი ესა ქვია პრინციპები და არა პიროვნება ხო შეიძლება ადამიანი შეცდეს მაგრამ შენ მას არ უნდა ააყვე შენ უნდა გახსოვდეს რა პრინციპები აითვისა თუმცა აი ამ ეფექტზე თუ ლაპარაკობთ ხო რეაბილიტაციაში დობა სიტყვა რამხელა პასუხისგებლობაა ხო გაამართლოს ხვისი იმედები ძალიან მძიმე ტვირთია და ყველა სპეციალისტს უნდა დაავალდებულოს როგორც მორალურმა ეთიკურმა ნორმებმა ეს ვალდებულება ანუ ეთიკის კოდექსი ეგაა რომ როგორ შეიძლება მე გუში ღვინოს ვავდი ვიჭყიპებოდი და შენ გეუნები არ დალიო ან კითხვა ახლა მე ხო გამიშთა მანამდე რომ კითხე რომ შენ თქო ხანდახან ანუ რავი სვამ არ ვიცი არა არც ეს შემთხვევაში გამორიცხული ეს ისტორია დამთავრდა 32 წელი დაუთმე ამ ასე ვთქვათ შესწავლას ენციკლოპედიურ დონეზე შევისწავლე და ვერაფერი კარგი ვერ ვნახე მოჩვენებითი არა ნუ ეს როგორ არის აი კათხა ლუდი ჭიქა რო წარმოიგინო დიდი ჭიქა და იმ ძირზე ზიხარ და იქ ხაზავ მოგზაურობებს სამყაროს და ბედის იწევლი და შენი ბრალი კი არა აი იცი რა აი ბედი არ ამწყალობს ნუ თუ ბედი თუ არ მწყალობს მომავალი შენი ეგ სიმღერა მაინც ხო გვაქვს არა ეგეც არა ეგ ტყუილი არ დაუჯერო უნდა გამოძრი ამ ჭიქიდან თუ ამ სუბსტანციიდან თუ ამ ნივთიერებიდან კინაცოლე და გაფრინდე ან კატმანდუში ან რა ვიცი სხვაგან სადაც იყოს ათენი არა უშავს კატმანდუში როგორ მოხდი როგორ მოხდი არა დამიძახათ ძალიან ისე ხო და როგორ აი დაინახე რამე რეკლამა არა რეკლამა არ იყო მე ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს და დამპატიჟე შეერთება ანუ ჯგუფის ერთი ჯგუფის იქვე წაყვანა როგორც ფსიქოლოგიური მხრივ და უბრალოდ როგორც მეგობარი ასევე ესე ყოფნა იქ სამეგობრო წრეში. ეს არ იყო საქართველოს მოქალაქეები, სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ ადამიანები და რაღაცა მეთქი მე უნდა ვქნა რა, როდის ბოლო უნდა გავაკეთო. თვითონ ბილეთი ძვირი ღირდა იქ ძვირი სიამოვნება იყო. მაგრამ მე აღმოჩნდა რომ რაფერ ძვირი არ არის. აქ სიამოვნებაში უფრო მეც ვიხდი და ნამდვილად ნასიამოვნები ვერ ვჩები. და მივხვდი რომ აი ის ჯობია რა, იმიტომ რომ იქიდან ნასიამოვნები და დასვენებული ჩამოდიხარ. გამდიდრებული ჩამოდიხარ. აუ ეხა აი ვიღაც მაყურებლის ნაწილი რომელიც შეიძლება უყურებდეს რომ რამდენიმე წლის წინ მოხდა ეს გარდატეხა და შენ თქვი რომ აი ეს აუსრულებელი ოცნებების ასრულება რომ დაიწყე ხო და შეიძლება კარგი ინსპირაცია იყოს რომ არასდროს არის გვიან ხო რომ გადახედო ამ შენ სიას რისი გაკეთება გინდოდა და თუნდაც ერთი გააკეთო 100-დან ხო რომ ეს კმაყოფილების შეგრძნებას მოგიტანს მაგრამ აი პირველ ნაბიჯს გადადგმა რომ რთულია ხოლმე აი როგორ აი მოქმედებაში როგორ გადაიყვანოს ადამიანმა ის რისი გაკეთება ძალიან უნდა აქვს ხო ნუ აი ახლა ეგ მოქმედებაში მთელი ნუსხა უნდა ჩამოწერო მოქმედების მაგრამ პირველი ნაბიჯია დაამთავრე ეს იქნება არ კარნახი ამ პირდაპირ გამოცხადება ეგეთებიც ხდება ჩემ ცხოვრებაში ხა პირდაპირ გამოცხადება იყო რომ შენ ის ხარ ვინც ამბობდი რომ ეს გინდა და ეს გინდა თუ არა ეგ გამოცხადება როგორია? ნუ ეხლა არა, თბილისში იყო ესეთი ძალიან საინტერესო სიუჟეტი, რომ ყველანაირი რამეძეს რა ქვია, შესაძლებლო რაც კი შეიძლება მომხდარიყო ამ ადამიანის ცხოვრებაში მე დამაკისრო და თქვენ ხართ ისმით დამეხმარება. თქვენ ხართ ანუ ისეთი ჩამონათვალი გააკეთე რომ უბრალოდ უხერხულში ჩავარდი. განგების ღმერთის წინაშე ჩემი განძრახვების, რომ ფიქრები და სურვილები თუმცა ემთხვეოდა რაღაცეები, უბრალოდ როგორ ამბობენ, ხო ადამიანები ფასეულობებს ეწირებიან, მაგრამ მაგ ფასეულობებით ერთ დღესაც არ იცხოვრებენ. აი ეგ ტიპი ვიყავ, ტიპაში რა, ესეთი რომ შევეწირებოდი, მაგრამ არ ვიცხოვრებდი. ეს შენთვის ქონდა ეს რეგლამენტი, სხვისთვის ქონდა, ჩემთვის არ ქონდა. და აი რომ მივხვდი რომ აქ უნდა მოვაწერო ხელი, ან კი ან არა, მორჩეკათო. აი ეს პირველი ნაბიჯი ყოველთვის რთულია. მე გამორიცხული ავერნენი ძალა ვერ გაჩერებს. აი ეს როგორ რაღაცა იცი, რომ აი თავს შეკავება და გააზრება, ხო? აი რა თავს იკავებ, იმიტომ რომ აი მე თავს ვიკავებ, რომ არ დავლიო, იმიტომ რომ ეს ცუდია და მე არ ვსვავ, იმიტომ რომ ეს დამღუპელია, რა. როგორ შეიძლება საერთოდ, როცა ასეთი პროცესების წინაშე დგახარ, ამდენი გასაკეთებელი გაქვს და რომელიც სადღეგრძელობაც. ერთი სადღეგრძელო ხო შეიძლება შევასრულოთ რეალობაში, მოვიყვანოთ მოქმედებაში.
მარტო ცარიელი დაპირებები თქვენი ჭირიმე თქვენ გენაცვალეთ ხო და დადექი მის ნაცვლად და ერთი ჭირიმე იქ აიღე ერთი ჭირი რა შენ თავზე ხო აი ეს ნაბიჯია თუ დანარჩენ მოგვარებადია რა ხდება ნივთიერებების ალკოჰოლის ანუ აი დამოკიდებულებების ან მოხმარების შეწყვეტის მერე აი შენი ხედვით რა ეტაპი იწყება ადამიანის ცხოვრებაში ან შავი რო იტყვი შავ-თეთრში მიდის ცხოვრება ან ფერადი კინო ეხლა შავ-თეთრში ხო და ეგეც არჩევანის ამბავია მან რა თქმა უნდა ერთობა კიდე სხვადასხვა ეს არის მეტაფიზიკური ძალებიც ერთვება ხო ამ საკითხში ხა რა არის რომ ადამიანი თუ იკავებს თავს უბრალოდ ხო მაშინ ის იქნება უბედური აუცილებლად კბილებით უჭირავს რომ კბილებით უჭირავს კი თმის ღერეზე კიდია და აი ეს ხუბრობა ჩამოგვეყალებ და თმის ღერეზე კიდია შემჯამთელობის ისეო ბედიო რა აი ხა ერთიც და ჩაწყდა არა თუ გინდა უნდა იყო კუწფელი და აკეთო თუ არ გინდა დაანები ხო მაგრამ ტრაგედია ის არის რომ შეიძლება გარდაიცვალოს დიახ შეიძლება გარდაიცვალოს ადამიანი და ბევრი ადამიანი სამწუხაროდ ბევრი ადამიანი გავაცილებს და ისე თან არის თქმა მინდა რომ გაცილება უფრო მეც იმსახურებდნენ მაგრამ აი თავისმა გადაწყვეტილება მიიყვანა იქამდე სადაც მიიყვანა შენთვის გარდაცვალება რა არის ჩემთვის გარდაცვალება თუნდაც ჩემთავს რო უღალატო ეხლა ან შენ მოხვიდე და გამომიჭირო იმ მდგომარეობაში სადაც ნაღდი ღალატია ხო მაგრამ ძალიან თხელი ყინულია სხვათა შორის ეს ბევრ ადამიანს ღუპავს რომ აი დახმარების თხოვნა ხანდახან სირცხვილზე კი არა ცეცხლზე გადის იმიტომ რომ აი ეხლა ცუდი ერთ-ერთი ამბავი იყო რომ გარდაიცვალა გოგონა და მე დავიწყე ინფორმაციის შეგროვება რა როგორ იყო სად იყო და ერთი პერიოდი მე დავასპონსორე დეტოქსს დავსპონსორე და სულ მადლობებს მიხდი და საბრალო აი ესეთი გოგო რო დავდექი შენი დამსახურება და სადღაც ეხლა ცოტა დავეჭდვი კი არა ნამეტანი მადლობებია და მოდი აბა ქმედება სად არის და მიჩვენებს სადღაც მუშაობს რაღაცა ერთი კვირის თავზე გარდაიცვალა ხო მოხმარების შედეგად და ფიქრობდი რა გაუჭირდა აი ეს აღიარება გაუჭირდა რომ ჩავარდა ხელახლა დახმარების თხოვნა იმიტომ რომ აბა როგორ შემხედავს ეხლა მე ამდენი დავპირდი ამდენი ხო აი დაპირება არ გვჭირდება მოქმედება თუ ადამიანი დაეცა და აქვს დრო რომ ანუ ცოცხალი დარჩა ხო ნუ მოგერიდება რომ კვლავ აღიარო შენი შეცდომა და ითხოვო დახმარება ეს აუცილებელია ეხლა ისა გული მწყდება რომ ვიხნეთ ნეტავ ეთქვა და რა თქმა უნდა ამოუდგებოდი ცოტა სხვა დისციპლინით ცოტა სხვა მიდგომებით მაგრამ აუცილებლად ამოუდგებოდი ხარში და მაგას ხო ამბობთ ხოლმე სულ რომ ანუ ერთადერთი რაღაცის გამოსწავლება რა ის არ შეიძლება არის სიკვდილის და მთავარი ცოცხლები დაურჩეთ და ყველაფერი გამოსწორდება. კი, მაგრამ სხვადასხვა დამოკიდებული ადამიანისთვის ეს ყველაზე სახალისო რა არ ითქმება ეს სახალისო ყველაზე მოსახერხებელი პოზა რომელია იცი? მიცვალებულის. იმიტომ რომ მიცვალებულს ყველაფერს პატიობენ. ამიტომ იძირება და ოღონდ ბუშტულებს უშვებს რომ აი აქ ვარ. თუ მიპოვით, მაგრამ ხანდახან შეიძლება ვერ მიუსწრო. და რომ მიუსწრებ, რომ იტყვი აბაშვილო შეგიძლია ბანკში ვალი მაქვს. კაპატია. იქ კი. მანქანას მიყიდით. გიყიდი ოღონდ შენ კარგად იყავი შვილო, ხო? ეგ უკვე ვაჭრობა. ეგ არავის არ გამოადგება. ეხა ბანკის ვალზე გამახსენდა. შენი პროფესიული გამოცდილებით. რა უმთავრესი სხვაობა არის მოთამაშესა და ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებს შორის? სხვაობა ის არის, რომ მოთამაშე უფრო მაღალ რისკშია, რომ იცოდე. არც ვიცი ხა გაჟღერებაც რამდენად კორექტულია, თვითმკვლელობის პროცენტულობა ბევრად მაღალია. მაგრამ განსხვავება არანაირია, მოხმარება ის უბრალოდ თავის უფრო საკიფათო ვითარება ის თავის თავს მოიხმარს. კი, ნუ ხა ფულის გარეშე ეს არ გამოვა, მაგრამ ფულის გარეშეც მინახია ადამიანები, რომლებიც უბრალოდ დადიან კაზინოში, რომ მრევლის ანუ დარჩეს მრევლის წევრი რა. და ემოციებით იკვებება იქ. ერთი ძალიან სასაცილო, ძალიან წარსული ისტორია, რომ ესე იგი დამატარებდა ეს კაცი, რომ ყავა დავლიოთ რა ის უფასო ყავა შევიართ ყავა დავლიოთ სადაც რესტორნიდან აი არ ვიცი მეც ახლა მაგარი მანიაკი რაღაც რესტორანში ვიჯექით შემჭამდით კარგად გავწყებოდით და აი ყავა რატომღაც იქ შევიდა შევიაროთ და მე ამას არ ვაქცევდი რა შევიაროთ რა მოგცა კუბო იყოს რა ვიცი და ესე იგი საპირფარეშოში შევედი და გამოვდივართ ეს დგას მაგიდასთან და
აი ესე ყვირის და ღმერთო ჩემო როდის მოასწრო ეთყობა რაღაცა დადო ფსონი რაღაცა და ხალხის ის მოთამაშეებს ეს უყურებს გიჟი ვინ არის წააგო თუ მოიგო არაფერი ხვის ნაცვლად განიცდიდა ან მაგალითად აი ლატენტური მოთამაშე ესეთი სიტუაციაც ყოფილა ეგეთ საინტერესო მოდის ადამიანი მეკითხება აი კოტე რა ურჩიო წასაკითხათ რა დამოკიდებული ადამიანები აი რეკოვერის ამბავში აი რა ჯობია რომ რაღაცა ზე ზრუნვა ზე და რომ მე ცოტა ესე შევხედე რა და დავინახე ეს მოთამაშეს ის ნაპერწკლები თვალებში ხასიათი და მეც ცუდ მეთქი შენ ხო არა ხარ მოთამაშე ჭუჭრუტა უღოც აი გადარჩენის მიზით რომ შევარდები და უღოც გამოიყვანო ვითომ თითქოს და თან ფსონი რა იყო რა და ერთი თვალით მაინც შეავლო და ამით იკვებები ეგა ხარ კიო კიმცხენია მაგრამ ეგაო რა მაგრამ ოტეო იმის რა ქვია ისეთი ხარბი ვარო ეგ მეხმარებაო მაგრამ მე რო ერთხელ დავდო ვეღარ გავჩერდებიო ძალიან ის არის ხო ძალიან ძიმეა. აი ბაირონს აქვს ეს ნათქვამი რომ ერთი მანკიერი თვისებაო ყველას მაშვებაო ფარავსო და ეს ხსიხარბეო. თუ ხარბი ხარ ღვინო დუდუკი არ იქნება ხო რაღაცებში გეხმარება ამ კაცსაც ეხმარებოდა. აქვე მაგ ჯგუფიდან შეკითხვა. შენი დაკვირვებით ქალი და მამაკაცი დამოკიდებული როგორ განსხვავდება? ანუ ო განსხვავება რა არის? თუ ლამაზი ქალი ხარ? ძალიან ცუდათაა შენი საქმე. ხო წარმოგიდგენ როგორც კარგი მსახიობების ბედი. მეტი რაღაც სოციალური წნეხია და იმიტომ ჩვენ ჯერ რომელ საზოგადოებაში მოხმარების საზოგადოებაში ცხოვრობთ. ადამიანმა რომელიც გამოვლენა სისუსტე და თან ლამაზია და მისი გამოყენება რამე შეიძლება არ მოგასვენებენ. ყოველთვის იქნება შეთავაზება. აი ეხლა ნუ შენ კიდე შეიძლება მე ეხლა წარმოგიდგენ მე ვარ უსახკარო არა ნუ სიმპათიური ბიჭი კიდე რაღაც ისახარ რა ქვია ვარსკვლავი ხარ სადღაც და ეხლა მე წარმოგიდგენ გაბომჟებული ეს ქუჩაში ვდივარ ლოთი აი სიტისუნი ამდის სუნამოს კი არა სიტისუნი და ვის რაში ვჭირდები და ამ დროს მერილინ მონრო რო ვიყო შემთხვევით ცოტა დეკოლტე და რაღაცა მოძრაობა და იმ წამსვე მომხიბვლელი ხტები და სასურველი. ეგ ორი ადამიანი ერთნაერთი ტანჯება? ტანჯვა ერთია, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ქალი კაცი მაინც განსხვავდება. თვითონ მოხმარება ერთი და ანუ დამოკიდებულება. და აი სოციალური სტატუსი მერილინ მონრო ახსენე და ადამიანი რომელიც რა შეეწირა. ხო. და აი ეს ტანჯვა მე მგონია რომ ერთია. ანუ ტანჯვა ერთია, მაგრამ უბრალოდ კონტექსტი განსხვავდება. კონტექსტი განსხვავდება. ტანჯვა რა თქმა უნდა, უბრალოდ ნუ კაცის ფიქრები ცოტა სხვა იქნება, ქალის ფიქრები ცოტა სხვა იქნება. იქ დაუშვეთ თუ აქ გამწირეს მიღალატეს, იქ დაუშვეთ არავის არ ჭირდება. ქალებს რატომ არის ეგ აზრი გავრცელებული, რომ უჭირთ გამოჯამთელებამდე მოსვლა? არაცდიან. შესაძლებლობების ნახე, შენ რომ ხელი გაუშვა, აი ასვლას ჭირდება ენერგია და მონდომება და ესე იგი მთელი რამხელა რესურსი რომ აწვრეს სადღაც, ხო? 1-7-ის წინააღმდეგ. უბრალოდ 7-1-ის წინააღმდეგ, ერთი ცუდი რომ გაანეტრალო, 7 დადებითი ქმედება მაინც უნდა განახორციელო, ხო და ასვლაში ძალიან დიდი რესურსი გჭირდება, მაგრამ აბა ხელი გაუშვი. წავა მიზიდულობის კანონით დაგეხმარება. ხო? არაცდიან. იმიტომ რომ თუ კიდე ლამაზი ხარ, ხო და საერთოდ დაიღუპე. არ მოგასვენ, არ მოგცემენ იმის შანსს რომ ამოისუნთქო და კაც ეხლა როცა რომელიც მომents დაკარგა სამსახური, აქტუალური აღარ არის, აი ვის რა შეიძლება ხარ. ხო. და პლუს მომხმარებელია. ცოლი გაგექცევა რა ვიცი, ძალიან ისეთი აი გახსენებას არ მომდის, ესეთ ტკივილია ხოლმე ესეთ ამბავი, მაგრამ ხო ლამაზ ქალს უჭირს. თუ გაქვს რამე ერთი ეგეთი ყველაზე ხშირად რა რჩევას აძლევ შენამდე მოსულ ადამიანებს? უმთავრესი. არა, უმთავრესი ახლა ძალიან ბევრი ესე არ შეიძლება ადამიანის პიროვნება უნდა ხო გაიცნო. ანუ ინდივიდუალური. რა თქმა უნდა ინდივიდუალური, მაგრამ მოიცლე ყველაფერი ზედმეტი. მათ შორის ადამიანები, ნივთები და ზედმეტი ვალდება. ზედმეტი. კიდევ ამბობ. სხვის ბედნიერებას ნუ მოირგებ, ნუ იმაშვები, ნუ იზომავ სხვის ბედნიერებას. სხვის სტატუსს ნუ იზომავ. გაიზომე შენი გაზომე. რა გაქვს ხვირწინ, რა შეგიძლია და დაიწყი იქიდან, საიდანაც შეგიძლია. შიში რა არის ადამიანისთვის? შიში რა არის ადამიანისთვის?
ნუ შიშების ფობიების პირველ ადგილზე საჯარო გამოსვლა ეხლა რასაც ჩვენ მოდაშეთ ვაკეთებთ ხო ფაქტია არაფერი არ გვეთქვა საჯაროდ აღიარო ის რაც ხარ ხო და აი რეაბილიტაციაში ამოსული ადამიანების უმთავრესი შიშიზე თუ ქონია დაკვირება რისი ეშინიათ ჩავარდნის კლავ რა აზრი აქვს ეხლა აქ რო ამოვედი თუ მე ისე სიფხიზლის ხო სიფხიზლის შფოთ ეგ სიახლის შიშია რო ახალი სინამდვილეში ხო არა ისე ძალიან საინტერესოა ხო პატარა რო იყო ხო იყავი ფხიზელი მაგრამ აღარ გახსოვს ამიტომ ესეც სიახლეა ერთგვარი ხო და რა უნდა აკეთო ამ საზოგადოებაში როცა დისფუნქციური იყავი წლების მანძილზე ადამიანი მე მგონი კოტე შვილი აბიტურიენტი არის და მე მეგონა მეხუთე კლასშია გამოფხიზდა და თურმე ოჯახი ყავს შვილი ყავს თურმე ნუ ეხა მაგალითები ბევრი რა თქმა უნდა მაგრამ აი შიში სიფხიზლი შფოთი სუფთა დღეების შფოთია ესეთი ლექცია მაქვს ხო აი სუფთა დღეების შფოთი რა თქმა უნდა არ იცი როგორ უნდა მოიქცე და აი ესე გავაკეთებ აი ესე შევძლებ ცეკვას აი ვიღაც რომ მომეწონოს გავბედავ მისვლას ფხიზელი და არ იცის ეს და არა აქვს დასწავლილი იმიტომ რომ პუბერტატის ასაკი რო იყო რაღაცები შემოგტენეს და აი მიან იმუშავა მაშინ ჰორმონალური ცვლილებები ქონდა რა ყალიბდებოდი ჩამოუყალიბებელი იყავი რაღაცებში და გიჭირდა და ეს რაღაც შეგეშველა კი ბატონო მაგრამ ეხლა აი მაგალითად საერთოდ არ განვიცდი რაიმე სახის დისკომფორტს მაგალითად თუ გინდა ეხლა ავდგეთ და ვიცეკო ხდები ავდგეთ და აი არ შეფთავს პატყურებ ან შენ რა შეიძლება უნდა მოგატყუილო ხო და თავისუფალი ვარ არ ჭირდება დამალობანას თამაში ხო ეგ თავისუფლება როდის მოიპოვე როცა ნაფიქრი ნალაპარაკებელი ნამოქმედარი დაჯდა ერთ ხაზში ჩაჯდა მორჩა ხო და სულ ეგრე იყავი ხო არა როგორ ვიყავი გასულ ხო და აი ეგ რაღაც ავანტურისტი აფერისტი შარლატანი კატმანდუს პერიოდს ემთხვევა ეგ არა კატმანდუს პერიოდისთვის უკვე მზად ვიყავი ხო არა ეგ იცი ეს უწყვეტ აი ხელ დავფიქრდი რა ეს ულები და უწყვეტი პროცესია გუშინ წინ ახალი ცნობები იყო მოვიდა ადამიანი და ცდილობს პატივი მცეს და ამ მე კიდევ გძნობ რომ პატივისცემით მახჩობს ახლა ეს კაცი და პატივისცემა კი არ არის მაგას უნდა რომ დავალებული გავხდე იმიტომ რომ იხსენებს რომ როდესაც მე სიკეთე გაუკეთე და ამიტომ აი ეს ახლა მზად არის რომ გამიკეთო სიკეთე რითი მოგებული ფულით და შენ გინაცვალე არ მინდა ძმაო ვალია სერიოზული ვალია ვერ ამოვალ კარმიული ვალია მე რაც მინდა ჩაკაფული მინდა მეტი არაფერი არ მინდა და ძილი ის გთავაზობს სხვა რაღაცებს ხო აღარ მინდა ეს ჩამოთვლა ხო და არ არის ეს ჩემ ინტერესებში აი შვენივრად გავიგუძე მეორე დღეს კმაყოფილი მითი რომ გადავწყვიტე კი არა ყოველ დღე გადაწყვეტილების წინაშე დავდგები და სანამდე მე მყარად ვარ და სანამდე მე ჩემ თავზე მუშაობ გადაწყვეტილება იქნება ერთი არ უნდა უღალატო საკუთარ თავს მორჩა რა არის ახლა ეს საკუთარი თავი ხო ვინ არის შენ თუ ბევრი ადამიანის რაღაც მასწავლებელი მენტორი ყოფილხარ და ხარ შენი ვინ არის ჩემი ვინ არიან თუ როგორ არა შენი მასწავლებელი ახლა ვინ არის ყავს ვინმე არა ეხლა ეს თუ ლაპარაკობთ აღმოსავლური კულტურიდან კი როგორ არ ამყავს არიან ადამიანები რომელთაც მეც მარიგებენ ჭკუას და მეც უსმენ და ვეკითხები მაგრამ ყველაზე დიდი მასწავლებელი მაინც ცხოვრება ის ამოიკითხავ თუ გიკარნახეს გითხრეს თუ შემთხვევით გამლელმა საუბარში ილაპარაკა და შენ ეს გაიგე უნდა დადდეს თუ საკუთარ ცხოვრებაში და გაარკვიო რამდენად გიხდება რამდენად შენია და რამდენად სწორია ხო ყოველ დღიურობაში ეს შესაძლებლობა ჩვენ გვეძლევა აი რა ვიცი ხა დღევანდელი მაგალითი დილის მაგალითი ხო აი ქალაქი შეიშალა ახლა თავისუფლების მოედანზე ზის ნახევრად გაშლებული ქალი და ეძებს ტილებს აი რაღაც ნუ კატასტროფული პერფორმანსი ხო რომ გაჭირებული ადამიანი აქეთ ხედავ რომ მზრუნველი მშობელმა ფრეში შეუკვეთა ფორტოხლის ფრეში ან ფრუქტოზა რა ბავშვი რომ დალეს ახლა ამ კონცენტრატს გაწურულს ერთი 5-6 საათი იქნება აჟიტირებული იმდენი ფრუქტოზა შევა მის წვინში პატარა ციცნა გოგო მაგრამ ამას გონია რომ სიკეთე გააკეთე ხო ეხლა ამას რო აკვირდები და ხვდები რომ არც პორტოხალი გინდა და არც სამკალი მდგომარეობაში ხარ შეიძლება მადლიერი გახდე და უცებ მე სადმომდი ვარ პოდკასტზე მოვიდე ხალხ სხვა პრობლემები ვიაქვს მე პრობლემა არ მაქვს რა რეალურად და მოდი რა გაიღიმე მოდი რა ნუ დაამძიმე ხო და არ არის მასწავლებელი კი მაგრამ უნდა გინდოდეს რომ იყო მოსწავლე
მას აი სხვათაშორის აღმოსავლურ ცოდნაში როგორ არის სწავლებაში ხშირად ესეთი კონტექსტი ისმის რომ მასწავლებელი მოდის მაშინ როცა მოწაფე მზად არის ხო სტუდენტი ან მოწაფე მზადაა მაშინ ჭდება ეს ჯერ შემნა იყო მზად იმისთვის რომ რაღაცა ისწავლო რა ქვია მაგ შენს აღმოსავლურ ცოდნას თუ მიმდინარეობას რა შეიძლება ეხლა მოდი პოპულარიზაციას ნუ დავიწყებთ ამას უბრალოდ ეს ცოდნა ფართოა სადღაც რაღაცა ბუდიზმში იქნება რაღაც ქრისტიანობაში იქნება ეს ყველგან რაღაცა არის ხო უნდა იკითხო ანუ კითხო კიდევაც ცოცხალ მემატიანებს რაღაცები და არ უნდა იჩქარო რა თქმა უნდა აღმოსავლეთში არ არის თი ადგილი სადაც უნდა ჩახტე ძალიან პატარა ნაბიჯებით უნდა შეხვიდე იმიტომ რომ ცოდნა დიდია სხვადასხვა მრავალფეროვანია და უნდა გაერკვე ამიტომ ხა უბრალოდ და ანუ ძალიან ინდივიდუალურია ანუ ვის რა საჭიროება აქვს ან რა მოერგება ნუ ასეც კი შეიძლება ხო ვისაუბრეთ მაგრამ ნუ სიკეთე რა სიყვარული ხა იქ გასაგები რომ ინდივიდუალურად შეიძლება გამოხატო ეს გზნობა მაგრამ ფუნდამენტალურად შენ იცი რა არის რომ თუმცა ფასეულობები ისე რა ვიცი ამოტრიალა და გაიყრნა კაცობრიობა რომ ყველაფერს თელავენ ხო აი მაგალითად არ გაუკეთო სხვას ის რაც არ გინდა რომ შენ გაგიკეთონ ეხა უთხარი მოხმარებელს ეს სხვა არაფერი არ გამიკეთები რაც მე მინდოდა ის გაუკეთე ანუ აქ შენი პასუხისგებლობა და უშუალო მონაწილეობა აი პასუხისგებლობა გიკისრება მხოლოდ შენ ცოდნას რო ხანდახან რაღაცა გარკვეულ ცოდნას პირდაპირ აწერია არ ახადო არ შეეხო არ არის ამის დრო მაგრამ შენ გინდა ხო აი ეს გადამეტებული ხო თან დაგიწერეს რაღაც და გაფრთხილების დაცვა ხო აი არ არის ყოველთვის არის რაღაცა პირობა ცოდნას სჭირდება ცოდნის მიღებას სჭირდება პირობები თუ შეგიძლია რო გითხრა ყველაზე რამე აი ექსტრემალური პრაქტიკა რა გაიკეთებია იქ ან ექსტრემალური არ ვიცი რა დავარქვა, მაგრამ გავიჭედე ერთხელ იმაში რა ქვია, წმინდა ადგილში. ესეთი გასასვლელია, სადაც უნდა გაძვრე და მე ვინიპუხივით გავიჭედე, იმიტომ რომ პატივი ვეცი იმ ლამას, რომელმაც ასე თქვათ, სტუმარ მასპინძულობა გაგვიწია და ჩვენ ვიყავით პირველები და ჩვენს მერე იყო კიდე ერთი 20 კაცი, ხო? და შენ შუაში გაიჭედე. არა, მე პირველი ვარ, იმიტომ რომ ესე იგი პატივს დებენ ჩემს პატივი დამდეს და ეს კაცი მე მიდიო გაძვერიოთ. ეხლა ეს რა როგორი ის არის ლეგენდა რომ 18 ჯოჯოხეთის კარები იკეტება რა 9 ცივი და 9 ცხელი ჯოჯოხეთის კარიბჭე უნდა დაიკეტოს აქ თუ გაძვრები. ეხლა ცოტა მხატვრულის ნიჭი მაქვს მხატვრობის და სიმეტრია გეომეტრიაში ცოტა ვერ ყვევი და ეხლა არა ვარ გამხდარი ადამიანი ნამდვილად და რო შევხედე ამ ხრელს ვეუბნები მოდი იქნებ სხვები გაუშვათ მეთქი და ჩვენ და ამ ისე შემომხედა არაო და შემწყვარა იმიტომ რომ ეს კაცმა ისე შემომხედა რას ქვიაო კაცო შენ გეუნები და გააკეთე ახლა ხალხი გელოდება და შენი დრო მოვიდა და ეს მართლა ისე როგორც ჩემი დრო მოვიდა და თუ ვიფიქრე ახლა შევძურები და ვანახებ რომ ვერ ვეტევი და უკან გამოვძურები და არ იმუშავა ამანაც რა მეთქი პატარა ხო ხედავ და არაო გაძვერიო და დავიწყე გაძრომა და მოკლედ კლაუსტროფობია კიდევ კაი ამჭირს, მაგრამ იქ ვისაც სჭირს კლაუსტროფობია, ჯობია იქ ხრელში არ შეხვიდე, იმიტომ რომ ეს ყვა არის, ეს არის კლდეა რა, ანუ გაძვრე და ეს ხრელი კლდეშია და ბოლოს თავი გამოვყავი მეორე მხრიდან. თან კიდე ორმოშია კიდე, ესე კი არა, ორმო და იქნა ხრელი და აი ვანახებ რომ ვეღარ გამოვდივარ, მაგრამ უკანაც ვეღარ იმაშვები. დავიფიქრე ხა, ნუ თუ თავი გაძვრა, ესე იგი სადღაც ხრები უნდა გავიტანო, ეს მახსოვს ბავშვობაში, ღობებს შორის რომ დაუძრებოდით და ეს და ესე გავაკეთე, მე ესე გავაკეთე და ნუ რაღაცნაირად ეს ორი მხარიც გამოძრა. და ძალიან ბედნიერი ესე იგი всё გამოვალდა. რა გამოხვალ კაც მოჭერილი მაქვს ისე რომ უკვე ნამდვილად ვეღარც უკან ვეღარც და იქიდან ვერავინ ვერ მოგაწובה, იმიტომ რომ ძალიან ისეთი ვიწროვე და იქ თან უნდა გაძრე და დარჩა ერთი რაღაცა რა, ესე იგი ან ნეკნები უნდა ჩავიმტრიო, ან ესე დავჭე, სამდე არ გავხდები. შენ არ გეგონოს რომ პერფორატორით ვიღაცა მოვა და ამ სიწმინდეს შენს გამო ჯობია მოყვდე, ეგეც მადლია შენთვის ამ ადგილზე და ნუ მოკლედ აი ესე და ნუ მივიღე გადაწყვეტილება რომ წავიდე წინ და ნუ ჩავტე ხო ეს ნეკნები რაც არის და გამოვძრე რა იქ მიც ახა იყო მონსტრე იმისფერი ძალიან დიდ პატივს ვცემენ და მიხვდე რომ თუ ამას თუ გააკეთებთ არ გვიგონა მაგრამ ეხლა ვჯერო ბევრი რამის გაკეთება შეგიძლია ნუ ესეთი ახლა რა ის რაღაცები ცოტა სიფრთხილით გამოვეკიდეთ რა აი და რამეს ასწავლის მომსწრე ყოფილ ხარ? კი, როგორ?
გარდა იმისა რომ ნეკნები ჩაიმტრია. კი, როგორ არის. მაგალითად, ნუ ეხა აქ ის გადაცემა არ იყოფა ამ იმებს, მაგრამ აი, უბრალო სასწაულები ადამიანს არ ყოფნით. აი, გუშინ დამირეკა ჩემმა კლიენტმა და C ჰეპატიტი მქონდა უკვე და აღარა მაქვს. წამლების გარეშე. ხო, ნუ ეხა ვიღაცა იტყვის, აი შეიძლება ანალიზები შეეშალოთ, ბიჭო. მაშინ შეშლოდათ რომ პირიქით ეთქვათ რომ ჯამთელი ხარ და დღეს დადგინილი დაედგინათ რომ არა ხარ ჯამთელი. ხო, რას აკეთებდა ეს? შეცვალა ცხოვრების წესი, მიდგომები, საკუთარი თავი დაიჯერა, მაღალი ძალის არსებობა დაიჯერა და მისთვის ეს სასწაული მოხდა. ამ თვით ორგანიზმს რო აქვს ეს თვითკურნების რესურსი მაგის ჯერა ხო? კი, ჩემი პრაპრაი კიდე სხვა სიტუაცია აღდგომაა ხო, მაინც აღდგომის დღეებია და 3 წლის მკვდარი რა გაგიცოცხლებია. რას გულისხმობ? ხო, აი რას გულისხმობ. აი უბრალოდ ის სასწაულები რაში მდგომარეობს, რომ მე მაქვს ეს მაგალითად ისტორია, როცა ჩემი უშუალო მონაწილეობით ორი ადამიანი ერთმანეთისთვის აღვადგინე აღდგომა დღეს. რომ შვილისთვის, პატიმარი შვილისთვის აღდგა დედა, რომელსაც ეგონა რომ 3 წლის გარდაცვლილია ქალი. ეხლა გძელი ისტორია საინტერესო, მაგრამ სასაცილოც, მაგრამ ნუ აი თუ როგორ რაღა მაინც აღდგომა დღეს. თავი გჯეროდეს, ნუ ეხლა თუ აინშტაინს კითხეს რომ აი არის არსებობს სასწაულები, თუ გჯერა არსებობს, თუ არ გჯერა არ არსებობს. ფიზიკის კანონია რა. ეხლა პატიმარი ახსენი და აი მაგას ბევრი ვილაპარაკეთ დამოკიდებულ ადამიანებზე, რეაბილიტაციაში მყოფებზე და ასე შემდეგ. პატიმრები რითი განსხვავდებიან სხვა ადამიანებს? მშრალი მოხმარებლები? ნუ განსხვავებით ალბათ როგორც ადამიანები უბრალოდ დარდით განსხვავდებიან, ხო? თავის ისეთი უკვე ხო პატიმარი უდანაშაულოა ყველა. მე მომიწია ასე თქვა გამოცდილება შევიძინე და აღმოჩნდა რომ მართლა ყველა უდანაშაულოა. ეს პრელობაზე ის უდანაშაულო, ეს იმაზე უდანაშაულოა და ყველა უდანაშაულო იყო, ეს ნამდვილად ესეა რა. აი ცოცხლად შევეხი ამ თემატიკას. ანუ მათი აღქმა. ხო, რა ხმა უნდა. არა, ხანდახან კანონიც შეცდომები მინახავს ტრაგიკული, რა. აი ადამიანს 6 წელიწადი მიუსაჯეს რის გამო 40 თეთრის გამო. კიდე საქმე წავიკითხეთ, რომ ისე არსად არ ჩანდა, აი საქმე რო წაგიკითხა, რომ თურმე ლარი და 20 ქონდა და დააგდო და საწყალი ეს აბსტინენციაში იყო და მოკიდა ამ ბოთლის პივის ლუდის ბოცხელი და გაიქცა და 40 თეთრი დააკლდა. იქვე დააკავეს ოპერატულმა თანამშრომლებმა და 6 წელი მიუსაჯეს. პატიმრის მაშინ პატიმრის შენახვა ძლებოდა 916 ლარი თვედა. ეხლა წარმოადგინე 916 ამის რო გადაგიხადა რეაბილიტაციას გაივლიდა იმაში საზოგადოებაში, ხო? მაგრამ იქ უფრო დარდით რა თქმა უნდა, დარდით მაგრამ ხიფათი რა არის? ეხლა თუ დამოკიდებულ ხალხს ვლაპარაკობთ, იქ არის მშრალი მოხმარება. იქ თუ ანუ იქ ადამიანი ვერ მოიხმარს. თუმცა ხანდახან მოიხმარს კიდევაც ფსიქოტროპულებზე თუ ვილაპარაკებთ, მაგრამ ძირითადში აი ახლა გამოვიდა ერთი პატიმარი და კიდევ აი ესე ღმად დავწმუნდა ერთ ამაში, რომ აი ძალიან აი პატიმარს რო ურჩიო რამე, ხო, რას ეტყოდიო და აი ძალიან რო გინდა რაღაცი რო გააკეთო, პირველ რიგში ეგ არ გააკეთო, როცა გამო. და მთელი პერიოდი რო ფიქრობ, რომ ეხა გავალდა ემოციურად. ეხა გავალდა და არაფერი არ იცვლება შეცხოვრებაში რეალურად. და იგი ხო გავიდა ადამიანმა ხო დაიტანჯა, დარდი ქონდა ამ იმაში, რა ქვია, ციხეში რო იჯდა და რა შედეგს ღებულობთ, როგორიც შევიდა იგივე 2-3 დღეში იგივე ფორმატში ვარდება. და ერთი მერე შეცდომა და ისევ სისტემა აბრუნებს. გარდაუვალი პროცესია. რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა განაგრძოს ადამიანმა ცხოვრება რეაბილიტაციის შემდეგ? ეგ ცალკე ხელოვნებაა. შენ რა თქმა უნდა, არა, მე მზის დამთვარის ერთი დღე ესეთი ერთი წრე ხა ესეთი პატარა ის მაქვს შემუშავებული პროგრამა საავტორო ესეთი რაღაც ჩემი ხედვები დავინახე დღის ჯერ უნდა გაიგოს ადამიანმა რა არის დღე ხო დღის მოწესრიგება იგივე time management იგივე money management იგივე ემოციური ინტელექტი სექსუალური ინტელექტი ყველაფერს ამას ჭირდება მოგვარება იმ ადამიანი ფაქტობრივად რეაბილიტაციის მერე მოდის ადაპტაციის პერიოდი ხო ადაპტაცია როგორ ხა იქ იზოლირებული იყო იზოლაცია ძალიან უწყობს ხელს რეაბილიტაციას მაგრამ რო გამოდიხარ ამ ხელას სამყაროში დაუცველი და აი ესე იგი აი როგორ არის რაღაცას რო ართმევა ადამიანს სანაცვლოდ ხომ მისცე და გამოგართვეს რა პირობითი დრაივი ცხოვრების და ახლა როგორ ვიცხოვროთ. ამიტომ ეს ხელახლა უნდა ააწყო ურთიერთობები, ესე იგი ემოციური ინტელექტი, იმიტომ რომ ემოციებთან როგორ
როგორ გაიგო ჯერ რა ემოციასთან გაქვს საქმე და მე როგორ ისაუბრო ისე რომ ადამიანს გააგებინო ისე თქმა გინდა გინების ლანძღვის ან კამათის გარეშე ან გაუშვა ხელი იმას რაც უბრალოდ გონია რომ გადაარჩენ ან ნერვებს გიშლის უბრალოდ გაუშვა ხელი და დაწყნარდი ხო ნუ ეს ძალიან ისეთი თემაა მაგრამ დილა უნდა იყოს დილა ღამე უნდა იყოს ღამე ადამიანი უნდა იყოს ადამიანი უნდა ხეს გაწერილია ხეს მარტო შენ ვიცი რომ სხეულის ენა ხო აი უნდა იგზნო შენი სხეული ხო და აი შენ გაქვს გამოცდილება მე მგონი რა მაქვს ბოქსზე ხო ბოქსიორი ხო კრივი ვიყავი მოკრივე ხო შესაბამისად აი ეს რაღაცა კრივიდან წესი გაჩუქებ ერთ წესს ადრე მეგონა თავს თუ დახრი ნაკლები მოხვდება და კრივში როგორ ეცე თავს თუ დახრი უფრო მეტი ხდება ამიტომ პრობლემებს უნდა დახვდე შეხედო მოწინააღმდეგეს და ოღონდ ბრძოლის გარეშე აი ჩვენს უგვინდა რომ ხომ მე ბრძოლა აი ბრძოლა ჩtildeთან ესეც მოკრივების ტერმინია ხო ჩtildeს დაამარცხებ ვერასოდეს ესე იგი უნდა მოიხსნათ ხელთათმანები და დადო გახვიდე პენსიაზე რა და სხვა რამითაც დაკავდე ხა რატო კითხე იცი რომ აი იმ რაღაცა მე რა უნდა აკეთოში რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხეულს რომ გაავარჯიშო ეს სხეული აი და ეხლა არ ვიცი ეხლა მოინიშნე ეგ შენთვის და დააკვირდი ხოლმე დღის განმავლობაში აი ჭამ სვავ ან ლაპარაკობ და უცებ აი მოუბრუნდი შენ სხეულს და აბა სად ხარ დაჭიმული და რატომაც შეიძლება იგზნო რომ ყუჭი გაქვს რატომაც დაჭიმული ან ფეხები გაქვს აი ეს მოკეცილი ახლა ჩემსავით ხო აი ეს უკან რატომ იმიტომ რომ რეალურად თელი დღის განმავლობაში აი ტონუსში ხარ აი ახალგაზრდებს უფრო მაგრად ემჩნევა ეს რომ მოკიდებ უკან ზურგზე და აი სიმივით დაჭიმულია კუნთი ეს უარის რძის მჟავა ხო რომელიც როცა კუნთი მუშაობს ის გამოიყოფა მაგრამ შენ თუ სტრესში ხარ, გადატვირთული ხარ, ნერვებს გიშლიან, ასეთი ტონუსით რა უნდა გააკეთო? ან ვიღაცას მოხდება, ან შენ ან ვიღაცას, ხო? და ნამდვილად ვერ დაისვენებ, ვერც ძილში და ვერც ანუ სიცხადეში. იმიტომ იქნები დაძაბული. რესურს ხარჯავ მუდმივად და აიღე ჭიხეწყალი, აიღე პაუზა და აკვირდი, აი დავლი ეწყალი. შერფილდები შევს. ანუ ეს ტექნიკები არის ძალიან ბევრი, მაგრამ რა თქმა უნდა, თუ გაქვს შესაძლებლობა სასურველია რაღაც გარკვეული დამატებითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით რაღაც ტრენინგები გაიარო, ან სპეციალისტთან ერთად გაიარო რაღაცა ხო? შენი რეკომენდაციით სწორი ძილი როგორია? სწორი ძილი, აი ესეთი მყარ-ლოგინზე უნდა იყოს შენი ძილი. იმიტომ რომ ხერხემას სჭირდება დასვენება და ჩვენ გვიყვარს ეს ჩავარდნი ლოგინები. უნდა დაიძინო 10 საათამდე, აი ჩემ ბავშვობაში იყო ლამპაჩკა ილიჩა ესეთ რუსულად და ედისონის ნატურა, ხო? აი ძალიან მიზაინთებოდა, ანუ? არა, იქ ამერიკაში ედისონი იყო, ჩვენთან ლენინი იყო რა, ლენინის ის რა ვქო, ნატურაო ეს ლამპაჩკა ილიჩა რუსულად და ეხა ედისონმა გაგვინათა ღამე. ვაიც არასწორი კაცი. ეს მონათფლობელი, გაიგეს ეს ინდუსტრიალური მონობაში გაგვინათა კიდე ღამე. ისედაც ხო მუშაობდით მთელი დღის განმავლობაში და ღამეც გაგვინათა და როდისღაც დავისვენოთ ადამიანი. ხო, 10 საათამდე სასურველია. ეს აი ვედური კულტურა მაგალითად ესეთი ძალიან ბევრი რამე წერია უპანიშადებში იმაში და სხვადასხვა სუტრებშიც არის ეს გაწერილი და არა მარტო ყურანშიც არის ეს ნათქვამი ადგომა დაძინებაზე, ბიბლიაშიც არის მინიშნებები ძალიან საინტერესო, ხო? ადამიანი დღის სინათლის არსებაა. ამის არსება არ არის. ჩვენ რომ ზერო ანათებს შეცდომა გაიგუძო და გაანათო. მაგრამ აი უნდა დაიძინო 10 საათამდე. ცირკადული რიტმის წინააღმდეგ ვერ წახო. იყო მილიონი ექსპერიმენტი ჩატარდა იმის თაობაზე, რომ გაუხანძლიონ ადამიანს შრომის უნება არა, აი მაგალითად ღამე რო არ ეძინოს რა მოხდება და არაფერი დაინვალიდები. სხვა არაფერი არ მოხდება. მელატონინი თუ არ მელატონინი გამოიყოფა, როცა არის სრული სიბნელე, სიწყნარე, ხო? აი გაჯეტების გარეშე უნდა იყოს ოთახი. არ ვიცი ვინ შემოგვტენა ფილმებში ახome რომ ეს ყავა ლოგინში ან საჭმელი საუზმე ლოგინში რა უპატვიცემლობაა საჭმლის მიმართ ან საკუთარი სტატუსის მიმართ რატომ წოლი არის როგორ უნდა ჭამო წოლი არის ან მაგალითად ლოგინის იოგა ხო ადგომაც აღარ უნდა ადამიანს კი მომხიბლა და ჟღერს მაგრამ ანუ არ არის ეს ჯანმრთელობის გზა არ არის. ამიტომ დაიძინე 10-მდე, გაიღვიძე ზის ამოსვლამდე საათნახევრით, მზემ კი არ უნდა გაგაღვიძო, საათნახევრით ადრე. და თუ 6-ის ნახევარი ესე გზაფხულია და თუ ზამთარი ცოტა გვიან.
ნუ ეს ცირკა ესეც ხო ეს ცოდნა რომელიც აი მაგას პირადად მე შევიძინე როგორ აი წიგნი მე უშუალოდ ცოდნე ხალხისგან ინფორმაცია უშუალოდ რაღაცა ტრეინინგების გავლი და საკუთარ თავზე გამოცადე რომ მართლა მუშაობს და კი მე არაფერს არ ვღაღადებ დღეს სიტყვის დღეა ხო საერთაშორისო სიტყვის დღე არაფერს ისეც არ ვღაღადებ არ ვასწავლებ რაც არ მაქვს არ გამოცდილი ან მე თვითონ არ მოვახდინე რეალიზაცია ჩემს ცხოვრებაში ნუ copy paste არ მუშაობს რა თუთიყუში მე შეიძლება მოგაჩვენოს ლაპარაკობს მაგრამ ლოგიკა არ იქნება მის მეტყველებაში ის აი ხა რეებზეც ვილაპარაკეთ მე მგონია უბრალოდ რამდენად განსხვავდება რომ აი დამოკიდებულ ადამიანს დღის დაგეგმა სხვანაირად უნდა ვასწავლო მაგრამ არა დამოკიდებულს მაგრამ ვიღაცას ვისაც ვთქვათ ურთიერთობებში პრობლემა აქვს იმას სხვანაირად რაღაცა პატარა განსხვავებები იქნება მაგრამ ძირითადად აი კიდევ ცირკადული რიტმი ეს არის ბუნების რიტმი რომელიც კი არა კარნახობს ამბობს რომ 100-ია და მორჩა უნდა აეწყო ხო ეს არის ერთი ნუ რა თქმა უნდა დამოკიდებულ ადამიანს აქვს უბრალოდ რაღაცა მახასიათებლები რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ და აჰა დაიწყე ხო ნუ ეს ჩვენ ამოვიცნობთ ამას რომ იქ რაღაცა პატარა ტექნიკები სხვანაირად უნდა გამოიყენო მაგრამ ძირითადად ბუნების წინააღმდეგ გამონაწახოთ და კოტე თუ შეგიძლია ჩვენ გქონდა ამაზე ლაპარაკი რომ ვთქვათ ეხლა რომ დაახლოებით რაღაც დრო მოვა უახლოეს მომავალში, როცა შენ აი ამ დაგროვილ შენს ცოდნას, გამოცდილებას რაღაცნაირად თავს მოუყრი და შეძლებ რომ ეს ცოდნა გადასცე სხვა ადამიანებს, ხო რაღაცა. კურსის თუ რაღაც ტრეინინგების სახით, რაზეც მე მგონია რომ ეხლა რაზეც მუშაობ, ხო? დაახლოებით როგორ წარმოგიდგენია ვისთვის შეიძლება იყოს ეს ჩემი იცი რა უშუალოდ სხვადასხვა მე რამდენიმე წელი ამაზე მუშაობ უკვე რომ აი ეს დაგროვილი ჩემი ცოდნა ოღონდ საუბარი რა არის მე ძირითადში დამოკიდებულ ადამიანებთან მუშაობ ხო ხანდაზმულებთანაც მუშაობ ცალკე კიდე და ნუ ჩემი კლიენტურა ვინც არიან ბიზნესმენებთანაც მუშაობ მაგრამ რაღაც ოქროს წესები არის ოქროს წესები ხო აი ოქროს შუალედი მორჩა რო არის რადიკალიზმი არსად არ ვარ არც გადაწყვეტილების მიღებაში და არც ცხოვრებაში გამოვლინება ან ემოციების ფრქვევა ხო ანუ ემოციად აი მაგალითად დღეს ისეთი პერიოდია რომ ემოციებს უნდა ცოტა უფრთხილდეთ უფრო მენტალისტები უნდა ვიყოთ იმიტომ რომ მენტალურად თუ ვერ ჩავწვდით ისი თქმა გვინდა არ გამოგვივა რა აი მცარიელი რაღაც ქარიშხალს გავცემთ და შედეგი ის არ იქნება რაც შენ გინდა ეს ემოცია და ინტელექტი შეიძლება თეატრში კარგად გაათამაშოთ რომ ადამიანები სწავლობენ როლს და ერგებიან და მე ვიდიხარ და კატარზის ღებულობ რომ ესე იგი ვაიმე და განიცდი ხო თანაგზნობაში შედიხარ იდენტობას გზნობ მაგრამ ეს დამუშავებული სცენარია მაგრამ ადამიანსაც შეუძლია ხო აი ეს მიხვდეს რომ ემოციებით ბევრი რამე არ გამოსდეს და მოდი ჯერ შინაარსი მე ემოცია ორივე ერთად უკეთესია მაგრამ ეს დიდი ხელოვნება შესაბამისად მე ეს დაგროვილი მაქვს ეს ცოდნა ახლა მომავალში პრინციპში პრეზენტაცია ხდება ამისი და მე მაგალითად ჩემი სურვილია რომ დამოკიდებულ ადამიანებს გაუკეთო უპირველეს ხო კაი დამოკიდებულები შემდეგს კიდე ვის შეიძლება რომ ეს ცოდნა გამოადგეს ნებისმიერ იმიტომ რომ იქ აი ვიღაც ადამიანს ვისაც სამსახურში პრობლემა აქვს თქო აი რაღაც ხო ნახეთ აი მაგალითად სამსახურში პრობლემა ხო როგორ ურთიერთობები აი არა ნახეთ დროის აი მე ვახსენე ესეთ სიტყვა ძალიან მიყვარს ხოლმე ხშირად ინდუსტრიალური მონობა როცა შენ არ გაქვს უფლება კი გააქვს თითქოს მაგრამ დრო არ გაქვს იმისი რომ ყავა დალიო სახში გადაფურცლო სამდე სამსახურში გახვალ და მიღიხარ ან ყავის ჭიქით ხელში სამსახურში ან სამსახურში უნდა ჩაატარო დილის რიტუალი რას ნიშნავს ეს რომ მინიმუმ მოუწესრიგებელი ცხოვრებით ხარ და პლუს კიდე ამ მონობაში ხარ ხო რას გიხდიან ახლა და ნუ რა უნდა მოიტანო მერე ბოლოს რაღაც კაპიკები და იქიდან გროვდება ეს სტრესი დროის მართვა არ შეგიძლია და მე შენავობ რომ აი ეს უფროსი რომ ყავს საიზღარი ადამიანია და არაფერი იმან უბრალოდ გითხრა რომელ საათზე მოხვედი სამსახურში მაგრამ შენ რო ადრე დაგეძინა ადრე გაგეღვიძა აი მაგალითად ავიცი შენ რომელზე იღვიძებ 9-ზე მე აი 7-ზე 8-ზე სესიები მაქვს დილის რომელზე ვიღვიძებ აღარ მკითხო და მინიმუმ სამდე სამყაროში მე გავალ 4-5 მინიმუმ 3 საათი მაქვს ჩემი თავისთვის ამასობაში ან რაღაცას გადავიკითხავ ან რაღაცას ვნახავ ჩემი თავისთვის ვიცხოვრებ
ნუ ამას ვეძახი ხოლმე, ნუ ტრენინგის მასალებში ესეა, რომ 1 საათი საკუთარი თავისთვის. მინიმუმ 1 საათი მაინც რომ არაშვილი არა ქმარი არა მეუღლე არ აქვს მაგას ვშადეთ. 1 საათი როცა ადამიანი იღვიძებს, უნდა იღვიძებდეს სიმშვიდეში და ცოტა ხანი საკუთარ თავთან უნდა იყო. ეს ძალიან გვაკლია. ტარკოვსკის აქვს ერთი კაი თუ რეჟისორი იყო ეგეთი კარგი ინტერვიუ აქვს რომ რას უსურვებდით ახალგაზრდებსო და ხანდახან საკუთარ თავთან მარტო რო იყვნენო რა იმიტომ რომ ეს ძალიან ეს კოლექტივიზაცია მაინც ყოველთვის კარგი არ არის კოლექტივიზაცია რაღაცა მიზნების გამო კი მაგრამ ადამიანი ღრმა არის დიდია ხონა მოვიდეს თავის თავთან მაყოფილებაში როგორ მოვიდეს თუ მე შენი ცხოვრები ცხოვრობ იმის ცხოვრები ცხოვრობ იმის ვალდებულებებს ვიკიდებ იმიტომ რომ კეთილი ადამიანი ვარ ხო აი გურჯიევს აქვს ეს თანაგნობითი იდიოტი ცოტა ცუდი ფრაზა ეხა თანაგნობა დიდი ძალაა მაგრამ აი შენ ხარ აქეთ სამკურნალო და დასახმარებელი და შენ თამაშობ იმ როლს რომ ვიღაცას შეგვიძლია ესე იგი კიდე დამატებით აიღო რაღაც ვალდებულებას ხვიცი და დაეხმარო და შენ დარჩები მოუწესრიგებელი დაბნეული შენი ეს ცოდნა კურსი ტრენინგი ქალებისთვისა და კაცებისთვისაც იდენტურად კი მაგრამ ისე მინდა გითხრა რომ ქალებისთვის მინდა ცალკე გავაკეთო აი მაგალითად სამედიტაციო ჯგუფში ეხა ვხედავ რომ მაინც რეგლამენტს არ ღვევენ როცა ერთად იკრიბებიან გოგოები ბიჭები რაღაცა ცოტა ისეთი სხვა ფიქრები უჩნდებათ ხოლმე და რაღაცები ალბათ არის სადაც ქალები ცალკე უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს არა მარტო სხვათაშორის ქალები უფრო იხსნებიან და არიან და აი როცა მამაკაცის ის რაღაც საკითხებთან მიმართებაში არ მე კი ვარ მამაკაცი მაგრამ ხუმრობით მომხოლმე ასკესი არის ანგელოზი იმ დროს არა მე ხა შემილია ეს მოვიპოვა ეს დობა მაგრამ სასურველია რომ ხანდახან ქალი ცალკე იყოს და ხანდახან კი პირიქით ერთად აი ეგ ალბათ თვითონ სპეციალისტებმა უნდა განსაზღვრონ ხოლმე სად მუშაობს და როგორ რა რითი განსაზღვრავ რომ შენ რა არის ეს ინდიკატორი რითაც აფასებ რომ შენმა ცოდნამ შენი ცოდნით ადამიანს დაეხმარე ბედნიერია თავის ცხოვრებით კმაყოფილია ბედნიერია და გამოსდის აი რაც თავარია ადამიანს არ უნდა მისცე ის ინსტრუმენტი ან ისეთი პასუხისგებლობა აკიდო რასაც ვერ გაუმკლავდება ხო ყოველთვის უნდა მისცე ის დავალება რომელსაც გაუმკლავდება და რომ გაუმკლავდება ის რა აი დაუმთავრებელი საქმების ნაგავსაყრელია ესეთი ჩვენ როგორია რომ რაღაცა თქვი და რო არ გავაკეთე მე რა მოხდა არაფერი ნაგავსაყრელი აქ მეხსიერებაში რჩება სულ შეგახსენებს რომ იმიტომ ხარ ლუზერი რომ აი AB მართალი A პუნქტიდან B პუნქტამდე უნდა მისულიყავი მაშინ გაიგებდი რაღაც მაგრამ შენ ნახევარი გზაც არ გაგივლია უკვე დაანებე თავი შესაბამისად კმაყოფილი სახე ხო გამომივიდა აი ის როგორ მიხარ კაც მირეკო სასწაულს მეუნება აღარა მაქვსო ხო ჩემს თან იმ დროს მირეკო მე ლექცია მქონდა ვერ ავიღე ვარა არ ჩერდებოდა ტელეფონი ისეთი სიხარული იგზნობოდა ხო აი ეს გაცემა მიმღებლობა პასუხი რა არის კმაყოფილება კაი მადლობა მორჩეკად შენი კურსის მიზანი რა იქნება რომ ადამიანებს მიცე გასაღები და მე თვითონ განაგრძონ საკუთარი ცხოვრების მართვა პრინციპები უნდა მივცეთ ხო თუ ანუ რადგან თავში ახსენე მოკლევადიანი რაღაც პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული თერაპია მაგიტომ გონია რომ აქ რაღაც ცოდნით აღიჭურვებიან და მე წავლენ და თავის ცხოვრებაში აი მოწესრიგდებიან ოკეი ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ნახე აი როგორ უნდა ელაპარაკო შენ ღრმა სერიოზულ პრობლემაზე როცა მოუწესრიგებელი ხარ მე სულ მეგონა რომ აი ჩემთან მოდიდნენ ადამიანები და მუშაობდით დეპრესიაზე სხვა სპორტზე სხვადასხვა საკითხებზე და ერთხელ აღმოჩნდი რომ ერთი წუთი კაცი იღვიძებს 2 საათზე რა დეპრესიაზე მელაპარაკე რა თქმა უნდა კორტიზოლის შემცველობა მის ორგანიზმში შფოთი კი არა აგრესორი უნდა მოძალადე უნდა იყოს პოტენციალით აი მე მახსოვს ერთი საინტერესო მომენტი იყო ჩემო კლიენტმა გამიზიარა და ამაში კიდე ხმარ დავწუნდი რომ ვეუბნები რომ თუ გამოგიღვიძა დილით მოდი გაიღვიძე ნუ გაიმეს მიუხედავად იმისა რომ უძილო ხო რან არ გეყო დრო ხო ძილის და რას მეუბნება რომ თან გარკვეული მოხმარებაში მაინც იყო და მეუბნება რომ აი თუ გავიღვიძე კი უძილო ვიყო მაგრამ მთელი დღის განმავლობაში უფრო ბევრად კარგად ვიყავი ვიდრე პირველზე და ორზე რო ვიღვიძებდი ანუ რკინის შემცველობა მატულობს ტვიში მძიმედ იღვიძე მძიმე თავი მძიმე აზრები მძიმე სხეული ხო ამიტომ ეს ოქროს პრინციპებია ჩვენ პრინციპები უნდა მივცეთ ინსტრუმენტები უნდა მივცეთ დანარჩენს თვითონ მოაგვარებენ მოძებნიან რა არის გასაკეთებელი
მადლობა. სულ ბოლოში გავდივართ ეპიზოდი ჩაწერის და რამდენიმე ბლიც შეკითხვა მაქვს შენთვის მომზადებული. კი, ბატონო. თუ თანახმა იქნება. და დაახლოებით რა მოდი დეტალებზე ხა აღარ ვილაპარაკოთ მაგ იმისი და მაყურებელს ვეთყვი რომ რაღაც პერიოდში უახლოეს მომავალში მოკლედ კოტე შემოგთავაზებთ უფრო მეტ დეტალს. კი, ეგრე ჯობია, თორე ხა ამ გადაცემაში ვერ იმყოფ. ეხა ამ გადაცემაში ვერ გავშლით, მაგრამ სხვა არხებში მოკლედ გამოქვეყნდება გამოსავალის იმედი გამოსავალის ვერძე იქნება, ხო და მე და ძალიან დიდი მოლოდინით ველოდები, იმიტომ რომ მგონია რომ სანამ კითხავს დაგისვა. კი. თუ ბოლოში ვკითხო. კაი, ბოლოში კითხო. არ დაგავიწყოთ თავი. არ დამოვიწყდება. კაი, მოკლედ პირველი ეგეთი კითხვა. ჩემ ავადმყოფო, მე მითხარი რა დაულიო ყელზე. კოტეს რჩევა, როგორ უშველო ხმას. ზე თაფლი. თაფლი ახსენე? მე ხო იცი, შენ მასწავლე თაფლის შემოწმება. ბევრი წლის წინ კოტე მასწავლა ძალიან. ეხლა აქ არ თქვა, თორე თაფლი გაიყიდება ძალიან. არა, ძალიან მარტივი, მაგრამ დღემდე ეგრე ვამოწმებ. მოკლედ, პირველი მეცნიერული ფსიქოლოგია თუ აღმოსავლური მისტიკა? ორივე ერთად განუყოფელი რამეა, იმიტომ უბრალოდ უფრო მყარი, უფრო ნაღდი და არაცვალებადი აღმოსავლური დიდი სიღმისეული იმით როა კონტექსტით ნათქვამი, წლებს საუკუნეებს გაუძლო და აქვს თავისი ძალა. ანუ ადრე ფილოსოფია არ იყო უბრალოდ ლაპარაკი, იყო ცხოვრების წესი. დღეს ჩვენ მარტო ვლაპარაკობთ და არ ვცხოვრობთ წესების შესაბამისად. მეცნიერება და აკადემია, აგერ რამ ფიზიკა, ხო, ადამიანის სინათლე, ბუნება, ანუ ყველაფერი ვართ სინათლე თურმე. მაგრამ ჩვენ თავს ხან არ დავიკვოთ, ხო? მეცნიერების გარეშეც არ ვარგა. ერთი თვალი უნდა იყოს მეცნიერება, მეორე თვალი უნდა იყოს წინაპრების ცოდნა. აი ესე დავარქოთ, აღარ გვინდა აღმოსავლეთი. რა სახარებამ რა დააშავა. მაგრამ ისაც აღმოსავლეთია. სადღაც. ყველაზე დიდი ყოლი, რასაც ადამიანები საკუთარ თავს ვეუბნებით. ხო, ყველაფერი კარგად იქნება. თბილისის ხმაური თუ ინდოეთის სიჩუმე? ინდოეთში არა სიჩუმე, ხო? თუ იქაური ხმაური, კაი. სადაც გამოადგები. იქ არის წესები, რაც იქ უნდა დაიცვა აუცილებლად, მაგალითად აი მოწყალების გაღება, იქ რეკომენდირებული არა, თორე კარგად მეყოლე გადაგივლიან. იმდენი მოწყალების თხოვნელი აღმოჩნდება შეზღუდვა. მაგრამ გახარჯვაც არ ვარგა, საკუთარი თავის დაბნევა, გაფანტვა, ხო? არა, ეგ ცოტა რთული კითხვა კი არა, ნუ თბილისი მიყვარს და ჩემია და თბილისო ვარ, царელი თბილისო ვარ, ხო? იქაც რო აღმოსავლეთში თავი რო ამოყვავ, ისე თბილისოს დამსახურებ. რას გულისხმობ? ნუ ზოგადად აღზრდა კულტურა ჩვენი უბნები და ქალაქელობა. ნიუთიერება ქალაქელობა ხუთად გამოვიდა. თუ თბილისელობა ცოტა სხვა კოლორიტია, ქუთაისის ვენაცვალე, ზუგდიდსაც ვენაცვალე, მაგრამ ბათუმსაც და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ სხვადასხვა ქალაქს თავის მახასიათებელი აქვს. ნიუთიერებაზე დამოკიდებულება უფრო საშიშია თუ სხვა ადამიანზე დამოკიდებულება? ერთი მეორეს განაპირობებს. ხანდახან ერთი მეორეს განაპირობებს. ორი ერთში. და თუ ნიუთიერება არ არის და მარტო ნიუთიერებას დაანებებ თავს ადამიანს? რთულია. ნუ არ ვიცი, ხა ეს შეიძლება ნიუთიერებასაც ვერ დაანებავ და რა ვიცი, ნუ ძალიან ისეთი კითხვაა რა, როგორ გიპასუხო ხა. მაგრამ არის როგორ იცი, ადამიანი ნიუთიერებას ანებებს თავს და ადამიანსაც ანებებს თავს. ეგეთიც არის. ან ბოდიში ადამიანმა ნივთიერებას დაანება თავი და მეორე ადამიანმა აღარ მიიღო. ეგეთიც არის. ოჯახები იშლება ხანდახან. სამწუხაროდ, მაგრამ იმიტომ რომ ადამიანი ირჩევს სიფხიზლეს და ოჯახის წევრები ვერ ამ ცნებას ვერ მიწვდნენ და არც აღიარებენ. ნუ რა მოხდა ეთიშკა რა მოხდა? რა ვიცი, რა მოხდა გადაწყვიტ. აი ბოდიში იცი ადამიანები რომელსაც ვეკითხები რა ვალის ქონა კარგია თუ ცუდია ვინ პასუხობს იცი კარგია ვისაც ვალი აქვს ვისაც ვალი გადახტილი აქვს თუ არ ახსენო ვალი რა დაინახე ინდოეთში ისეთი რისის დღემდე გეშინია თუ არ ეგეთი რამ შარლატანობა და ეს ბაბა იცი რა საშინელი ესეთი როგორ ვთქვა ბანალური სურნელიო და ესა მისტერიული ანტურაჟი. ანუ არაფერს არ წარმოადგენს არც მოვლენა, არც სიტუაცია ადამიანები ხო, მაგრამ მისტერიული ანტურაჟი აქვს რაღაცას. და გაბრიყოთ, მაგრამ ამის უფრო მეშინია თო სხვა ისიც არაფერს. ვიტყვენ ვეფხვეც გვინახია და ეს მატორქებიც.
რომელი უფრო ახლოსაა სიმართლესთან, გონება თუ ინტუიცია? ინტუიცია ჯერ დაუფასებელია. ინტუიციასთან უნდა მიხვიდე. ინტელექტით უნდა იტვირთო, თავი დაიტვირთო. აი როგორც გითხარ, ხო, არის ინტელექტუალურ ერუდირებული ადამიანი და იდიოტი. ხო, ინტელექტუალი ადამიანი ყოველთვის მიზეზ შედეგობრივ კავშირებს ადარებს ერთმანეთს და გამოაქვს დასკვნები. ერუდირებული ადამიანი თუთი ხუშივით და კაი ენციკლოპედისტია, ყველაფერი იცის, ახსოვს, მაგრამ პრაქტიკულ თვალსაზრისით ვერაფერში ვერ გამოიყენებს, მარტო ლაპარაკში. იდიოტი კიდე, ნუ ის თავნები, ესე იგი, თავში შეყვარებული და მხოლოდ თავის თავს აღიარებს და თავის სურვილებს და სხვას არაფერს. მიზეზ შედეგობრივ კავშირებს აცამტვერებს, არ აინტერესებს. აი ვირისთვის მნიშვნელოვანი არისო თვითონ იყოს მართალი და არა სიმართლე და ხო, აი რატო არიან ეგ უცოდინარი ინტელექტუალ ადამიანები ეგეთი საკუთარ თავზე ესე გარედან შეყვარებული ადამიანები? რატო პოზიციონირებენ? და როგორ სხვა რა დარჩენია? How to deal with them? სხვა რა დარჩენიათ? ან თავს იცავს? აბა ახლა რიყვი ვარ და ის რა ქვია, არ დამაფასოთ? არა, ხოჭეული აირჩიოს თქვა ჩუმი პოზიცია, არ ვიცი და ჩუმ რატომ უნდა ვიყირო? აქაც პრობლემა ადამიანი თუ ჩუმად არის, ან ძალიან ჭკვიანი არის, ან ძალიან სულელიო. ოკეი. არ მიდი ხაბატარი. ხო, ხანდახან გონიერი ადამიანი ჩუმად არის, იმიტომ რომ აზრი აქვს აქ ლაპარაკს, მაგრამ ხანდახან ადამიანი ჩუმად არის, იმიტომ რომ რაფერი არ სათქმელი არ აქვს. მადლობა. და ფსიქოლოგი ვინ არის? მკურნალი თუ გზამკვლევი? ნუ ეხა ვიღაცისთვის შეიძლება ფსიქოლოგიის მკურნალიც იყოს, ნუ ესე აღიქოს, ხო თქვენ რომ არა, მე დავიღუპებოდ და ასე, მაგრამ რა თქმა უნდა გზამკვლევი უნდა იყოს. გზამკვლევიც არასწორია. როგორ ვთქვა, რომ აი გამოცდილების გამზიარებელი, ეხა არ იყო მოდაში ეს ადრე გამოცდილების გაზება რა შუაში, ყველამ თავის გამოცდილება შეიძინოს და ასე შემდეგ, მაგრამ აი მოლაპარაკეს არ კი რა. და რა არის, როგორ იცი, შე რაღაცას რომ მიყვები, მე უცებ რაღაც კითხვას დაგისვა, რომელიც დაგეხმარება, რომ უცებ მიაქციო ყურადღება იმას, რაც გამოტოვე. ან მალავ, ან ნუ სხვადასხვა ვარსი. ნუ იყოს ამ შემთხვევაში ამ კითხვებში ჯობია გზამკვლევი. იქ ერთი კითხვა დამჭა, რომელიც ახლა კითხავ, გამოსავალი შენთვის რას ნიშნავს? აი ეს სიტყვა. გამოსავალია. არ უნდა მას დამატება. არ უნდა მას დამატება. ეს არის, ნუ თუ განცობა მაინც მავალდებულებს რაღაცნაირად, ხო, შენი კითხვა მავალდებულებს ცოტა მეტი ვილაპარაკო ამ თემაზე. ეს არის მიმდინარეობა, ხო, ადამიანების გუნდი, რომელმაც გაჭირვება შეკრიბა, შეახვედრა ერთმანეთს და საოცარ სასწაულ მისიას ემსახურებიან. ადამიანების გადარჩენას აბსოლუტურად აი ყოველგვარი იმის, რა ქვია, ხო რა, აი პირფერობის და ადამიანის გადარჩენაზე ზრუნავენ. თავის ცხოვრებას ხტიან სამაგალითოდ. აი ეს რაინდული სულისკვეთება რა არის ხა. დავლიოთ ერთი ჭიქა რა მოხდა და არ უნდა დავლიო, იმიტომ რომ დროშა გაქვს აწეული, დევიზი გაქვს გაცხადებული, ფარზე გაწერია რომ არა. ესე იგი თავის ცხოვრებას უძღვნიან, სამაგალითოდ უძღვნიან და ეს ძალიან კარგია. და რა ვიცი, ხა მესამე რა დავუმატო. ჩემ ნუ დიდი ჩვენი ოჯახია. ხა შეიძლება მე რა თქმა უნდა მე ცოტა მრავალმხრივ აქტიური ვარ, მაგრამ გამოსავალი ერთ-ერთი ჩემი ასე თქვათ გულში არის ის. სამდე ცოცხალი ვარ, გულში მეყოლებით რო ითქვენ და მეც ფიქრობ რომ თქვენს გულებში წვარცებობ. მადლობა. ის კითხვა რომელიც არ დაგავიწყეს რომელიც ხო, არ უნდა დაგავიწყოს. შენი აზრით რატომ უჩნდებათ ადამიანებს შენს მიმართ განცდა რატო აქვთ რომ შენ ხარ ადამიანი რომელიც ფლობ რაღაც ტიპის ეგზისტენციალურ საიდუმლოებებს? მარკეტინგული ხრიკი რო გითხრა უფრო დამაჯერებელი იქნება, ხო? არა, ენერგია. არ ვიცი, ხო. ადამიანები ჩვენ ნახეთ, აი მომეხელი. აი ცოტა ცივი გაქვს ხელი ცოტა, ხო? გზნობ სითბოს. ხო, ჩვენი ენერგეტიკა გადაეკვეთება. შენ ამას გზნობ, როგორც აი ამას სიტყვებით ვერ განსაზღვრო, ხო? ნუ მე ჩემი ენერგეტიკა მაქვს, რომელიც ალბათ ზოგიერთს ჭირდება, ხო? ხო, აი ბავშვობიდან მქონდა? ბავშვობაში იცი არის, ეგრეც არ არის. არა, რა თქმა უნდა, ის ჩვენი სხეული რომ მოიქსოვა დედის მუცელში, ეს უკვე გარკვეული პირობებია, ხო? აი ვიღაცას აი ტემპერამენტი ხასიათი იცვლება, ყალიბდება, ტემპერამენტი გააქვს.
ეს რაღაცას მიუთითებს. ყველა არსება ბავშვი რობოტი უკვე პიროვნებაა, მაგრამ ძნელია ხო დაინახო ჯერ ეს ხასიათი რო არ გამოონა, არ ჩამოყალიბა რაღაცაში, იმიტომ იყო ეს ინდიელებთან 5-6 სახელი ქონდათ ისა ცხოვრების განმავლობაში ეცვლებოდა როგორი ხასიათი, საბოლოო ხასიათი რა იქნებოდა. ეხლა ჩემი ბავშვობა მაგალითად ვერ ვიტყვი ხო თლად ბავშვობა ძალიან საინტერესო და კარგი იყო, მაგრამ აი ეს რაღაცა მისი 13-დან 25-მდე მაინც ვერ ვიტყვი რომ ის წითელი ხალიჩა და რაღაც 90-იანები იყო ბოლო და გიწევდა რაღაცა ადაპტირება ამ გარემოში რომ რაღაცა დოზით მაინც იყო მომხიბლელი. ხო და იცი რა აი ფიქრობ მაინც იმას რომ რაღაცა შეგიძლია ცხოვრებაში და ადამიანები ხედავენ ამას, მოყვებიან. ეს როგორიც ცოტა ესე ჯოგური ინსტინქტიც როგორიც ვიღაცა რო გარბის სადღაც ყველა იქ მასა რომ მირბი შენც იმას მიყვები, მაგრამ ალბათ ვიღაცა მიცის გზა, ხო? და რომ მოდის ბრუნდება, ეს ამაგალითო ხდება და ალბათ შენი პირადი ცხოვრება მეტი არაფერი. და ვიღაცას ეს უხდება და უნდა ვიღაცას ეს არ სჭირდება. ნამდვილად. და ბოლოსკენ რადგან გაბედექვია ჩვენ პოდკასტს თუ შეგიძლია რომ გვიზია რომ შენი ცხოვრების ყველაზე მთავარი გამბედაობა, აი რა გაბედე ისეთი? არ შეცვალე ჩემი ცხოვრების წესი. აღარ გავხდი ყველასთვის მოსახერხებელი, მოხერხებული. მოდი შენ გინაცვალე. დასრულდა სადღეგრძელოების ეპოქა. დაიწყო მოქმედებების. ამიტომ თუ მომყვები, თუ გზად მივდივართ, გზავრის მოცდენა არ შეიძლება შოთა რუსთაველი. ცოდვა. ხები? ცოდვა, როგორ შეიძლება ადამიანს გქონდეს მიზანი და შენ დაუძახო ერთ განმორა ცოტა ხანი და შეისვენი აქ დამიჯექი. 3 დალი შეგერგება. არც 3 მინდა, არც 1, არც 2. რაღაცა უნდა შეცვალო. შენს გზაური ხარ? უნდა აბა რა. სად მიდიხარ? არავინ არ იცის სად მიდიხარ, მაგრამ გზაზეთ გახარ. ვალდებულებები გაქვს. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ყალბი ვალდებულებებიც იყოს, უნდა გადაამოწმო ხა. ეგ სხვას აკითხე, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, აი სინდისი ქეჯნისო, ხო? ყოველთვის გიკარნახებს შინაგანი ხმა, რა არის მნიშვნელოვანი და რა არის გასაკეთებელი, მაგრამ თუ შიშარა ხარ, მკთალი ხარ და ვერ გაბედავ. დარჩები იქ, სადაც არ გინდა რომ იყო. ზუსტად. ბევრი თარიღებზე კითხვი რომ დღეს იმის დაბადების დღეა, ჩარლი ჩაპლინის დაბადების დღე, ხმის საერთაშორისო დღე და აგერ მოდის ახლა წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე და ჩვენი მეგობრებმა მოკლედ ყველა იმ სტუმრისთვის წიგნებს გვიგზავნის ბიბლუსი და მინდა რომ ეს წიგნი მოკლედ შენ საჩუქრად ჩვენგან სამახსოვროდ გადმოდის. ბრავო. და ეს იქნება ამ საერთაშორისო დღეს უერთდები ამით. მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან გამახარეთ, წიგნი ზოგადად მიყვარს. ნახოთ რა იქნება. კი ბატონო. მეგობრებო, მე ამით მინდა რომ დაგემშვიდობოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და გთხოვოთ რომ ჯო დისპენსერ, კი ბატონო. კი, თუ ვინმეს არ გაქვთ გამოწერილი ჩვენი არხი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ, იმიტომ რომ შეგიძლიათ რომ ამით დაეხმაროთ ამ პროექტს, რომ მომავალშიც სხვა ადამიანებს. კი, და სხვა ადამიანებს, მართლა. რაც უფრო ბევრი ვიქნებით, მით უფრო კარგები ვიქნებით. მადლობა. დაგვამოტივირეთ, ერთმანეთს დავამოტივირეთ. ნო პასარან. ნო პასარან.